გაყვანა გაუაზრებელი სამხედრო და პოლიტიკის შედეგად დალის ხეობის დაკარგვამდე. ესენი გახლავენ ბატონები სიმონ გასვიანი და თორნიკე გერლიანი, რომლებსაც ვთხოვთ, რომ შემობრძანდნენ დარბაზში. მათი მოსმენის შემდეგ ჩვენ ჩოხატაურიდან ჩავრთავთ ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ქალბატონს ნონა ყაულაშვილს, რომელიც ისაუბრებს იქ მცხოვრები მოსახლეობისადმი მოპყრობის საკითხზე ომის დროს. და ბოლოს გავესაუბრებით დღეს შინდისელი გმირის, ერთ-ერთი გმირის ძმას, ბატონ ფრიდონ ზოიძეს. თქვენ ბრძანდებით ბატონის თორნიკე გერლიანი, მოგესალმებით და ბატონ სიმონ გასვიანს მივესალმები. ორივეს ერთად გაგაფრთხილებთ თქვენი ნებართვით, დრო რომ არ დავკარგოთ. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მეორედ მობრძანებისთვის და ბოდიშს გიხდით საჯაროდ, რომ წინა ჯერზე ვერ მოგისმინეთ, იმიტომ რომ პლენარული სხდომა იწყებოდა და იმ დროს ჩვენ არ გვაქვს უფლება კომისიის სხდომა გავაგრძელოთ. გაფრთხილების შინაარსი გულისხმობს იმას, რომ კომისიის წინაშე განზრახ ცრუახსნა განმარტების მოცემა კითხვებზე უარი ან კითხვებზე პასუხზე უარი ან პასუხისთვის თავის არიდება იჯება სისხლის სამართლის წესით. გთხოვთ ამის დასტურად თქვენ წინ მდებარე დოკუმენტებს ხელი მოაწეროთ და ბატონი თორნიკეს მოსმენით დავიწყოთ და ბატონი სიმონი ან შემდეგ გადმოინაცვლებს მაგიდასთან ჩვენთან ან კიდევ ადგილიდანაც შეგეძლებათ ბატონო სიმონ ჩართოთ მიკროფონი და ისაუბროთ, როცა სიტყვას მოგცემთ, ესეც არის შესაძლებელი. ბატონებო, თქვენ მოწვეული ბრძანდებით დალის კოდორის ხეობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით ფაქტებზე დაყრდნობით და ახალგაზრდებს მინდა ეს კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ სააკაშვილის რეჟიმმა თავისი გაუაზრებელი, სრულად გაუაზრებელი პოლიტიკით მიიყვანა ჩვენი ქვეყანა იქამდე, რომ დალის ხეობა, ეს არის აფხაზეთის ტერიტორია და საქართველოს განუყოფელი ნაწილი შესაბამისად. იმ ომების შემდეგაც კი, რომლის შედეგადაც რუსეთმა დაიკავა აფხაზეთის გარკვეული ტერიტორია და ოკუპაცია დაიწყო 90-იან წლებში, მას შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევითა და საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად იქ მცხოვრებმა ქართველებმა, სვანებმა შეინარჩუნეს აფხაზეთის ძალიან დიდი ნაწილი, დალის ხეობა და ის იყო თბილისის ხელისუფლების, ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამის წყალობით კონტროლირებადი, ანუ არ იყო ოკუპირებული. სააკაშვილმა ეს ტერიტორია დაკარგა და ჩააბარა ოკუპანტ სახელმწიფოს. ეს არის თემა კოდორის ხეობის სახელით არის ცნობილი და შემდეგ დაარქვა ზემო აფხაზეთი. რა იცით თქვენ, რას შეესწარით, რა ფაქტებია თქვენთვის, როგორც თვითმხილველისთვის ცნობილი, გთხოვთ მოახსენოთ კომისიას და ბატონმა სიმონმა მანიშნოს, როცა მას მოუნდება რომ ჩაერთოს საუბარში, თუ ასეთი არ იქნება, მაშინ ბატონ თორნიკესთან რომ ამოვწურავთ საუბარს, შემდეგ თქვენ მოგიბრუნდებით ცალკე. გთხოვთ ბატონო თორნიკე. მოგესალმებით. დავიბადე და გავიზარდე კოდორის ხეობაში. ადგილობრივი დანაყოფი, რომელიც იყო კოდორის ხეობაში, მეთაური გახდათ მამაჩემი ზურაბ გერლიანი. დაშლამდე ბოლომდე თავიდან იყო ემძარკვიციანი, შემდეგ იყო ზურაბ გერლიანი. მთელი ამ რაც თქვენ ახლა ეს რაც თემა არის, ყველაფრის მომსწრე ვარ მან და როგორ იყო გამოსვლა კოდორის ხეობიდან 2008 წელს. გამოსვლა იყო ჯერ მოდიოდა ჯარი და მერე მოსახლეობა სამწუხაროდ. ბატონო, მე გამოვედი 11-ში, თითქმის დაცლილი იყო ხეობა, თითქმის. თითქმის ვიძახი შეიძლება 2-3 კაცი ადგილობრივი მოსახლე გამოდიოდა ჩემთან ერთად. და ბოლო დანაყოფი ოცეული, რომელიც ძალიან აგრესიულად შეხვდა, ის იყო უღელტეხილი ჯგუფებში წელი და 2008
11 აგვისტო. 11-ში იყო გამოსვლა, ჩვენი გამოვიდით 11 აგვისტოს იქიდან. მაგრამ ჯარი მოდიოდა წინ და მოსახლეობა უკან მოყვებოდა და არა პირიქით, ეს როდის მოხდა? 11-შივე? 10-ში უკვე ჯარი გამოვიდა. თქვენ გამოვიდას ამბობთ, იმიტომ რომ ასე ჩათვალეთ თუ ეს გაქცევა იყო? გაქცევა იყო. გაქცევა. ისინი გაიქცენ, იმიტომ რომ ჩვენ გვეუბნებოდნენ ყველაფერი. არ გადაარის, ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას. არანაირი მანდ ის პირობა რომ თქვენ გახვიდეთ, ევაკუაცია გამოცხადდეს, არ არსებობს. ჯარი გეუბნებოდა თამას? ჯარი და იქ ვინც იყვნენ წარმომადგენლები მაღალჩინოსნები. კონკრეტულად ვინ იყვნენ იქ გვარები თუ გახსოვთ? გვარები უფრო ბატონ სიმოს ემახსოვრება რომ მაშინ თანამდებობაზე იყო და მე გეტყვით ერთ კარჩაიძე იყო, რომელიც განაგებდა ხეობაში მთლიანად ამ. რა გვარი ბატონო სიმონ? სოსო კარჩაიძე. სოსო კარჩაიძე. დიახ. რომელიც გეუბნებოდათ, პირადად ბატონი სოსო კარჩაიძე გეუბნებოდათ, რომ არაფერი არ მოხდება. პირადად როგორ ქალბატონო მე იქ ბევრჯერ როცა მეთაური არ იყო, დავდიოდი თასბირებზე ორშაბათობით და ქვედანაყოფები ახლა ბევრი ქვედანაყოფები იყო, რა თქმა უნდა 16 თუ 17 ქვედანაყოფი იყო იქ შემოსული თავდაცვასთან ერთად. და ყველაფერს რო ის განაგებდა, ამიტომ მაგისის სახელი და გვარი ვიცით ყველა იქ იყო თვითონ ეს კარჩაიძე. თათბირზე. ვის წარმოადგენდა? კაცი რომელმაც ვანო მერაბიშვილის წარმომადგენელი. წარმომადგენელი მაგის თაყანა. მადლობა ბატონო. ეს კიდე დავაზუსტებ რა. ანუ ვანო კარჩაიძე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს. ის ბატონო სოსო კარჩაიძე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, თუმცა ხეობაში იყვნენ თავდაცვის სამინისტროს ნაწილი. ისინიც მას ემორჩილებოდნენ? ყველა იმას ემორჩილებოდით. ჩვენ თვითონ მესაზღვრეები, ჩვენც მაგას ვემორჩილებოდით. მესაზღვრე გასაგებია, მაინც შინაგან საქმეთა სამინისტროა, მაგრამ რა თქმა უნდა. თავდაცვა ცოტა უცნაურია. თავდაცვიდან იყო, მე მახსოვს, გივი იყო კაპანაძე. ბლანკაი ადამიანი იყო სხვათა შორის. მაგას ძირითადად ყავდა ეს წლევანდელი რო არიან ბავშვები ახალი გაწვეული ჯარში. აი ესენი ყავდა ის კაპანაძეს და კარჩაიძეს შორის როგორ იყო იერარქია, ვინ ვის ექვემდებარა? ახლა როგორ ერთმანეთში სიმართლე რო გითხრათ, არ იყვნენ კარგად შეწყობილი და არ იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო ერთმანეთთან იყო დაპირისპირებაში იყო მაგი. კარგი, ბატონო სიმონ, დაგიბრუნდებით ცოტა ხანში, დიდი მადლობა. გააგრძელეთ ბატონო თორნიკე, ბატონი ალეკო დაგისვამთ კითხვას და გააგრძელეთ. ისიც რა მაინტერესებს, სანამ თქვენ გააგრძელებთ, იქნებ წინა პერიოდი აღწეროთ, რა იყო მიზეზი იმისა, თქვენ რას თვლით, რომ წინაპირობა იყო დაძაბულობა, იყო სროლები, იყო რაიმე ისეთი, რომ თქვენ არ გაგიჩნდათ ის კითხვა, რომ რატო უნდა დაგეტოვებინათ ის ტერიტორია? კი ბატონო. თუ რა იყო ამისი საჭიროება, საიდან მომდინარეობდა ეს? მოგეხსენებათ უკვე დაწყებული იყო მეკ. არა, ის გავიგე, მაგრამ ხეობაში რა ხეობაში მოგეხსენებთ, კი ბატონო. ხეობაში იყო მდგომარეობა ის, რომ ინფორმაციას არავინ არ გვაძლევდა არაფერზე. აბსოლუტურად არაფერზე. იყო იქ თუ იყო დაძაბულობა ხეობაში, მაგას გეკითხებით. იქ თუ იყო ამის წინაპირობა. კი ბატონო. არა, ის წინადღეები თუ მანამდე. აგვისტოში იქ რა მდგომარეობა იყო? აგვისტოში ჩვეულებრივად იყო მე ყველაფერი. მანდ ის ბოლოს 3 დღე დაიძაბა. როგორც კი დაიწყო ცხინვალში ეს დაბომბები, ჩვენც ახლა კომპლექტურ ზონაში ცხოვრობდით და წავიდა კითხვები რა მოხდება ჩვენთან, რა იქნება აქ, იმიტომ რომ ჯარი არის სამხედრო რაოდენობა, პოლიცია არიან მოხუცები, ქალები, ბავშვები და ხო არ ჯობია რომ ეს ვისაც შემდეგ არ შეუძლია მაგალითად გადაადგილება ტყით, ან თავი შეაფაროს, ან იბრძოლოს, ხო არ ჯობია რომ გაიწიოს ეს ხალხი, ქალები და ბავშვები, მაშინ როგორც ჩვენ გამოგწიეს 92-13 წლებში ჭუბერში ვიყავით ჩვენ, მე ჭუბერში ვიყავ ერთი წელი, ბავშვი რო ვიყავ მაშინ და მე შეგვიყვანეს რომ ყველაფერი დამთავრდა. და არა არანაირი წინაპირობა მაგის არ არსებობსო, აბარისთვის ვემზადებითო ჩვენო.
რისთვის ვართ აქ რამე რომ მოხდეს ჩვენ ეს კი არ გვაქვსო გეგმა რომ აქ დავრჩეთ დაქვიყოთ კარგად ჩვენ ცოტა სხვაგან მივდივართო და ეს სხვაგან წასვლა გულისხმობდა ალბათ სოხუმში ჩასვლას და ამას გვაჯერებდნენ ჩვენ ყოველდღიურად რომ აი მოდიოდა ვიღაცა პოლიციელი ვინც ჩვენთან კარგად იყო თანამშრომელი და ყველაფერი კარგად არის მალე ჩავდივართ პოლიციელი თუ ჯარისკაცი ჯარისკაცი ვინც ჩვენთან ახლა ურთიერთობდა ორი წლის მერე ჩვენ როდის შემოვიდნენ ისინი ხეობაში პოლიცია დამატებითი შენაერთები და ჯარი 2006-ში 6-დან რომ შემოვიდნენ იგივე ხალხი იყო 2006-ში შემოვიდნენ მაგრამ ძალიან ბევრი იყვნენ დაახლოებით 8000 კაცამდე იყო მთლიანობაში თავდაცვა და შინაგან სამინისტრო რამდენი კაცი დაახლოებით 8000 იძახდნენ და შეიძლება მეტიც იქნებოდა იმიტომ რომ ვერ გაივლიდი ვერსად რომ აი ყოველ მეტრში ალბათ იდგნენ ესე იგი 2006-ში რომ შემოვიდნენ 2 წელი იქ იდგნენ თქვენთან ერთად იყვნენ და აგვისტოს ომამდე წინა დღეებში არავინ არ დამატებია ახალი ძალა არ შემოსულა აგვისტოში უკვე არავინ არ დამატებია ყველანი იყვნენ თავის იძახდნენ პოზიციებზე ვართო სიმაღლეები აღებულია ერთი მთა არის მან და დედუქებთა ეს მთა არის კოდორიდან რო გადავდივართ შემოვლითი გზა არის და მთელ აფხაზეთს უყურებს ზევიდა სიმაღლე არის და ძალიან სტრატეგიული ადგილია მან გზა გაიყვანეს 2006-შივე და ძალიან დიდი საზენიტო დანადგარებიც მან და სიმაღლეზე იყო და ისიც კი იყო ერთ-ერთი აი არგუმენტი რომ აბა ეს რისთვის არის ჩვენ თუ აქედან გაქცევას ვაპირებთ თქვენ თუ აქედან უნდა გახვიდეთ ეს რისთვისაც ჩვენ ჩავდივართ და ყველაფერი დალაგებულია და თან ესე გვეტყოდნენ ხოლმე ესე რომ ყველაფერი ეს ყოფილიყო უფრო ჩვენთვის დამაჯერებელი რომ იმას ყველაფერი დალაგებული აქვს მანდო იმასვის სააკაშვილს და რო ვიძახდით რომ მანდ არის ყოფილი მეომრები ვინც აფხაზეთში ვინც იბრძოდა ჩვენთანაც არის ბიჭები რომლებიც დაიღუპნენ იმათი ძმები როგორ იქნებიან შეხვედრა როგორ იქნება ან ისინი ხო არ დაყრიან ერახს პირდაპირ ისინი ახლა დალაგებულია მან და რუსულად ვიტყვი გაცრავად ამ თქო ცოტა წაპერესტრელკება იქნებაო ცოტაო ესეო საჩო წაპერესტრელკება რუსულად ვიძახდნენ ხოლმე აი ცოტა წაომება იქნება და მე ყველაფერი დალაგებულია და შევდივართო რა და ეგ რო დაიწყო ცხინვალში ამბები აი მაშინ კიდე უფრო გეუბნებოდნენ აი უკვე ცხინვალში არიან ჩვენები შესული თქვენ კიდე არ გიჟერათო ვეხლა ჩვენ იქ ჩავდი ეხლა მორჩებაო მანდ ეს 2 დღეში ყველაფერი დალაგდება უკვე ცხინვალში შესულები არიანო ბიჭებიო და ნაყოფ ხო არ გიჟეროდა თუ აქამდეო ეხლა მე ჩავდივართ უკვე სოხუმში ეს ხდება 8-ში 9-ში ეს საუბრები კი ბატონო 9-ში იყო კოდორის ხეობაში ერთ-ერთი ჩებინათესავი ქალბატონის დაკრძალვა იყო და ძალიან პატივსაცემი ოჯახი არის, წიფიანების ოჯახი არის და მთელი ხეობა იყო მანდ კოდორის ხეობაში. მოსახლეობა ვინც იყო, ალბათ 80% იყო იქ. იქ იმ დღეს დაემთხვა, რომ გაეროს წარმომადგენლების იყო ნამოსული ხეობაში. ნუ დაძაბულობა უკვე დაწყებული იყო ცხინვალში და უკვე კოდორშიც უკვე ის აქეთ-იქეთ სიარულები იყო ამ სამხედროების და ეს ჩაგიკითხები, როცა გაეროს წარმომადგენლებს ამბობთ. ანუ ეს არის მისია, რომელიც აკონტროლდა, რამდენად ხშირად დადიოდნენ და ეს რიგითი ამოსვლა იყო თუ სპეციალურად ამოვიდნენ. რიგითი ამოსვლა იყო, მანამდეც ამოწმებდნენ იქ დანაყოფები ხო არ იდგა თავდაცვის. მაგას ამოწმებდნენ და იარაღის კალიბრს ამოწმებდნენ, რა შეიარაღება იყო შემოტანილი. მან არ შეიძლებოდა ესე ვთქვათ გრადების განთავსება და გაუბეცების. მან მაქსიმუმ იყო 50 კალიბრი იყო დაშვებული, ეგრეთ წოდებული დეშეკას რო ეძახიან, რომელიც გაარწყეს მამიდა ჩემს 2006-ში და ეზოში დასხრილეს რუსიკო გერლიანი. დეშეკით იყო დასხრილი ოპერაციის დროს, რასაც თქვეს რომ გათვალისწინებული მსხვერპლი იყო არაუშავსო. ვინ დაცხრილა? თავდაცვის სამინისტრო შემოვიდა ვერტფრენებით, ოპერაცია რო დაიწყო კოდორში, ესე ეძახდნენ კოდორის ხეობის განთავისუფლებას. მაშინ დაიწყეს სახლების დაბომბვა. ეს იყო ვერტფრენებიდან, ესროდნენ რაკეტებსაც სახლს. და ასევე იყო ტყვიამფრქვევები აქვს ვერტფრენს ორივე მხრიდან და არის მსხვილ კალიბრიანი ტყვია 50 კალიბრი. ის არ არის ადამიანზე გათვლის, არის ტექნიკის გასაჩერებლად. და როგორც გამოვიდა ახლა სახლს რო ბომბავენ, გარეთ გამოვიდა ქალი 59 წლის. თიდან იყო ახალი ჩამოსული. ხო და გამოვიდა გარეთ შეშინებული და პირდაპირ სამი ტყვია ამოატარეს, ორი ქონდა მოხვედრილი, ორი ქონდა მუცელში მოხვედრილი, ერთი ყელში. მამიდა თქვენი. მამიდა ჩემი, კი ბატონო, 59 წლის ქალი და რო შემოვიდნენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები პირდადად უქრუაშვილმა ჩხალთაში. თქვა რომ აბა რა გეგონათ თქვენ?
ჩვენ ესე უბრალოდ ესე ვიძახდით რომ ამ ყველაფერს გავაკეთებთ და მე თიქალბატონი იყო ჩემი ნათესავი მანდ და იმას უთხრა რომ თუ აგრესია წამოვა თქვენგანო რამე უბრალოდ ჩვენ წინააღმდეგო ცოტა წინააღმდეგობა იქნებაო დანაქონდა ფეხზე მოგნული ტაქტიკური სამაგრი ქონდა ერთ მხარეს იარაღი ქონდა მინისტრს ერთ მხარეს იარაღი ქონდა მეორე მხარეს დანა აიღო ეს დანა და ეს ანახა ძალიან დიდი დანა იყო და აი ამ დანით გამოკრითო ყელს დავიწყებო ეს თან შენობით მიმართა შენით დავიწყებო და ქალს ბავშვს მოხუც არავის არ დავინდობო ოქრუაშვილი ამბობს ოქრუაშვილი მინისტრი პირადად ოქრუაშვილი სხვა არ ყო და გამოგჭრით ყველას ყელსო აი თუ პატარა წინააღმდეგობა იქნებაო ყველას ყელს გამოგჭრით აი ამ დანითო დაგაყენებოდა თავებს დაგაყრევინებდა თანუ მადლობა თქვითო რომ ერთი ქალი დაიღუპაო და 10 და 20 და 32 აი თქვენ სადაც გახართ ის მიწევნა დაიწვას უწესითო იმდენად იყო აქ ბანდფორმირებაო და არ ემორჩილებოდითო ცენტრალურ ხელისუფლებასო თქვენი რაღაც თქვა მოწყობილი აქვს ნუ ძარცვები ყაჩაღობა და ამდენი წელი რომ ტერიტორიას გაკონტროლებინებდით ცენტრალურ ხელისუფლებასო ეს არავინ არ უთხრა რომ სამშობლოს ვემსახურებოდითო ეს უთხრეს კი ბატონო მაგრამ ის მეთაური რომელიც იყო მანდ ის უკვე ტყეში ყავდათ და დასდევდნენ მოსაკლავად როცა შემოვიდნენ ჩვენთან სახლში 2006-ში 15 აგვისტო იქნებოდა ალბათ 26-ში 27-ში მაგრამ დიდი ხანი ვერ ამოდიოდნენ ჩვენ ზედა სოფელში ცხოვრობდით ორი სოფელი ქონა და როცა შემოვიდნენ უკვე ესე ეძახიან წმენდაზე რაციაში საყურისი არ ქონა აკეთებული ერთ სპეცრაზმელს და რომ გადასცემდა ერთი მაღალჩინოსანი იყო მან ოქრუაშვილმა გამოაცხადა გენერალ გუბერნატორი ხარო ესე უთხრა სანამ თავდაცვის სამინისტრო მანდ იყო ის განაგებდა ყველაფერს პოლიციას გამგებლებს აბსოლუტურად ყველაფერს უფროსი იყო ის გუჯეჯიანი ხვიჩა ის იყო ყველაზე აგრესიული ვინც იყო ადგილობრივი იყო ხეობელი იყო მე გამოსახლებული აქ თბილისში და ის შემოვიდა ყველაზე მეტი აგრესიით და ის გადაცემდა რაციით ზურაბ გერლიანზე რომ სად არის ხო არ გინახიათო და არ არისო და როგორც კენახავთ ეგრევე X-ი კერძეო ეს X-ი ნიშნავს გადაჭრას კერძზე პირდაპირ X-იო არანაირი აყვანა აქამდე არ შემოიყვანა ცოცხალიო ოქრუაშვილმა გაცა ეს ბრძანება ხვიჩა გუჯეჯიანმა ზევიდან არის ბრძანებაო მინისტრისო რომ პირდაპირ X-ი დაახადებთ კერძეო გასაგებია და 8-ში უბრალოდ ეხლა ისეთ რამებს ვლაპარაკობთ რაც ჩვენ ყველას გვესმის მაგრამ შეიძლება გვიყურებს მაყურებელი რომელმაც ბევრი რამე ბევრი დეტალი არის ისა პატარა ისტორიას მოუყვების სულ რამდენიმე წუთს დავკარგავ 1993 წლის სექტემბერში როდესაც სოხუმი დავკარგეთ 27 სექტემბერი სოხუმიდან გამოვედით და ნუ რამდენიმე დღეში პრაქტიკულად მთელი აფხაზეთის ოკუპაცია მოხდა კოდორის ხეობის გარდა. კოდორის ხეობაზეც იყო მცდელობა, პირველი შეტევები იქნა მოგერიებული და მე კარგად მახსოვს ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა ორი ადამიანი, თვითონ დაცვას, ეს იყო ემზარ კვიციანი და ეს იყო მისი და ნორა კვიციანი, ნორა არღულიანი, კვიციანი არღულიანი. ეს ორი ადამიანი მთელი ხეობა მართლა გმირულად 12 წელი გავიდა, ხო, 13 წლის განმავლობაში გმირულად იცავდა. იქ შეიქმნა შემდეგ მოგვიანებით ბატალიონი მონადირე, რომელიც თქვენ ახსენეთ. ბევრი ისეთი დეტალია, რაზეც მე ჩაგეკითხებით, მაგრამ ეს მინდა წინასწარ გამომართოთ და მოკლედ 2006 წლამდე ხეობის მოსახლეობა მართლა გმირულად იცავდა ხეობას. ბევრი შეტევა ყოფილა ამ ხნის განმავლობაში. მიუხედავად იმ დადებული ხელშეკრულების, ამოსკოვის ხელშეკრულებად რო არის სახელდებული, მაინც იყო პერიოდულად რაღაც ცდილობები ხან შემოტევა სოხუმის მხრიდან, ხან შუა აჯარაში დესანტის გადმოსმა ვერტფრენებით და მაშინ მიყვებოდნენ იქ ყოფილი ადამიანები ამ ვერტფრენებს რო შემოარტყეს კოდოროლებმა ალყად, ну აი უბრალოდ ისინი იძულებული გახდნენ და სწრაფოდ გაქცეულიყვნენ. შემდეგ მოხდა ბატალიონის განიარაღება, უამრავი ადამიანი დაიჭირეს. ეს ყველაფერი საინტერესოა და ამაზე გკითხავთ მოგვიანებით. უბრალოდ ახლა რომ მივუბრუნდეთ აი იმ თემას. გასვენებაში იყავით მამილა თქვენის და რა ხდებოდა? იქ ეს არის რომელი რიცხვი? ეს არის 9 2008 წლის 9 აგვისტო არის. უკვე დაწყებულია ცხინვალის ცხინვალში უკვე საომარი მოქმედებები. ნუ კოდორის ხეობის ალბათ როგორც წეგან გითხარით 70-80% მოსახლეობის იყო მანდ, იმიტომ რომ ძალიან პატივსაცემი ოჯახი იყო და მაშინ ტელევიზიით ახლა მხოლოდ
იყო ცხინვალის ამბებს აშუქებდნენ. მაშინ სოციალური ქსელები არ იყო, არც Facebook-ი, არც Instagram-ი და კავშირის საშუალება ჩვენ არ ქონდა, არავისთან ინფორმაცია მოგვეპოვნა რეალურად რა ხდებოდა. რასაც გვეუბნებოდნენ ტელევიზიით, ის უნდა დაგვეჯერებინა. გაეროს ეს მისიის წარმომადგენლები ამოსული იყვნენ, არ ვიცი, ეს იყო რიგითი ამოსვლა თუ რაღაცა კონკრეტულად რაღაცა მისიით ამოვიდნენ კიდევ. მანდ რო ვიყავით შეკრებილები, ეხლა ყველა იძახდა ერთმანეთს ვეკითხებოდით, რომ რა შეიძლება მოხდეს და როგორ განვითარდება მოვლენები. ზოგმა თქვა, რომ ხوارჯობია გავიდეთ, ანუ იმიტომ რომ ჩვენი იარაღი არ ქონდა, მანამდე 2 წელს ადრე კოდორის ხება განაიარაღეს სრულად. იარაღი მხოლოდ ქონდა შემოსულ დანაყოფებს. და მაგ დროს ერთი ოჯახი იყო ჩვენთან, წულუკიძეები იყვნენ, დები იყვნენ მანდ. და ზარი განხორციელდა წულუკიძეებთან და უთხრეს, რომ არის ძალიან საეჭვო ვითარება კოდორის ხეობაში, შეიძლება დაიწყოს დაბომბვაც და მოსახლეობამ დატოვეთ იქაურობა, იმიტომ რომ ძალიან დიდი საფრთხე არის, რომ დაიწყოს დაბომბვა ნებისმიერ წუთს. ზარი განახორციელა მაშინდელმა სახალხო დამცველმა. ბატონმა სოზარ სუბარმა თუ არ ვწდები, მაშინ ესე ითქვა მანდ. რაღაც ძალიან დიდი ავტორიტეტი ქონდა მაშინდელ სახალხო დამცველს სახლებობაში, ჩვენ ყველამ დავიჯერეთ და დავიწყეთ უკვე მისვლა ამ გაეროს წარმომადგენლებთან. და გაეროს წარმომადგენლებმა უკვე მიხვდნენ, რომ ჩვენ ინფორმაცია გქონდა ამ ომზე და გვითხრეს, რომ არ უთქვიათ ის, რომ აი დატოვეთ ხეობა, ან რაღაცა 3 საათი ვიქნებითო ჩვენ აქ. 3 საათი. 3 საათი არ დაიბომბებაო ხეობა. აი მერე რა მოხდება ჩვენი წასვლის მერე უკვე მაგას ვერ გეტყვითო. და ეს ზარი იყო ის რამაც უმსხვერპლოდ გამოიყვანა მთელი კოდორის ხეობის მოსახლეობა. არც ერთი ადამიანი მან არ დაიღუპა. ბატონო თორნიკე, ესე იგი გასვენებაში ხართ ქალბატონი აჟარაში, კი ბატონო. წიფიანი აჟარაში. კი ბატონო. იყო დასვენებული და იქ განხორციელდა სახალხო დამცველი ზარი. იქ მაცხოვრებლებთან, აჟარელებთან და წულუკიძეებთან დები იყვნენ, წულუკიძეები ლია და ინგა წულუკიძეები მახსოვს უსტად მაგათ დაურეკეს და იმათმა თქვეს, რომ ვიღუპებით და თავს უნდა ვუშვებოთ. თქვენ გაეროს წარმომადგენლებს მაინც რჩევისთვის მიმართეთ და მათ არც კი გითხრეს, არც არა, მაგრამ 3 საათი ზუსტად იცით, რომ მშვიდობა იქნებაო. ეს უკვე ტექნიკურად იმათმა გითხრა, ალბათ იმათაც ეუბნებოდნენ, რომ კი ბატონო. არაფერზე არ მოიყო. ამის მერე რა ხდება? აიკრა ხალხმა გუდანაბადი და კი ბატონო. ამის მერე ხდება ის, რომ ყველამ საკუთარი ძალებით ყავდა ძალიან ბევრს მანქანები ყავდა მან, ოღონდ ეს მანქანების საუბარი არის ეს რაღაც ჯიპებზე და ემებზე რა ეს არის სატვირთო მანქანებზე საუბარი. ძალიან საუბრობ მანქანებზე. იქ დაჯდა ქალები, ბავშვები, მოხუცები და დავიწყეთ გამოყვანა უკვე ხალხის. ოღონდ ეს ხდება ღამით. ნუ დაღამდა მაგ დროს დავიწყეთ გამოსვლა და თურმე ამ დროს თავდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს და ნაყოფები უკვე მოხსნილები არიან. და გადიან. გადიან და როგორც გაცენ და გამოვედით ჩვენ ჭუბერიდან, ანუ ეს მოსახლეობა გამოვიდა, მოსახლეობის მერე გამოვედი მე ერთ დღეში, კიდე ერთ დღე ვიყავით მან, ჩვენ ვიყავით ჩვენ. ან გაეროს წარმომადგენლებს რო გითხრათ, გადაამოწმეთ მაინც აი ამ ქარჩაიძესთან რამდენიმე ხელისუფლების წარმომადგენლებს. არ არის არანაირი პანიკის საფუძველი არ გაქვს თუ ყველაფერი არის კონტროლ ქვეშ, ყველაფერი არის კარგად და სად უნდა გავიქცეთო. არანაირი კი ბატონო. ვეუბნებოდი რომ არანაირი აბა რა ქრას მაგრამ როცა გამოსვლა დაიწყო მოსახლეობამ, იქ შეამჩნიეთ, რომ ჯარი და პოლიცია კი ბატონო თქვენზე ადრე იყო მობილიზებული და გადიოდა. კი ბატონო. და ზოგიერთი ხელმძღვანელი თავის მოადგილეებთან ერთად მან იყო უღელტეხილი იყო ერთი და ორი გზა იყო, ერთი ძველი გზა იყო, რომელიც 93-ში გაიხსნა და ძალიან სახიფათო მონაკვეთი იყო და მეორე იყო ახალი გზა იყო უღელტეხიზე ორმილეთის ხეობეთ იყო. აი იმით არ წამოვიდნენ. მეორე გზით წამოვიდნენ, რომ იქ მოსახლეობასთან ერთად დარეულოს. სხვა გზით წამოვიდნენ. უფრო სახიფათო გზით გამოვიდნენ იქიდან და რო ამოვედით ჩვენ ახლა უღელტეხილზე, თენდებოდა უკვე. უღელტეხილზე რომ ამოვედით, ბოლო მანქანები გამოვიდიოდით უკვე. და იქ იყო ერთი დანაყოფი, 20-ეული იქნებოდა ალბათ. შევხედე 20-ეული იქნებოდა, მეტი არ იქნებოდა. ბიჭები იყვნენ, რომ დაკაწრულები იყვნენ, ეს არ იყო დაბომბვისგან დარც ნატყვიარი არავის არ ქონდა. იყვნენ დაგლეჯილები, ანუ გადაადგილდებოდნენ ტყობა ტყეში
ფორმები ქონათ დახეულები და იყვნენ ძალიან აგრესიულები და მოგთხოვეს რომ მანქანები დაგვეთმო მაგათთვის. ერთი მანქანა მაინც არის რომ სავსე იყო ხალხით. და რომ მან საუბარი დაუწყეთ რატო რისთვის ჩვენო დაგტოვესო. ყველა წავიდა აბსოლუტურად იმას მოგვითხრეს. მეთქი ჯარისკაცებმა. რამდენი იყვნენ? დაახლოებით 20-30 კაცი. რა ადგილია ეს ზუსტად? ეს არის კოდორის ხეობიდან რომ გადამოვდივართ, ბოლოს სიმაღლე არის და იქიდან იწყება უკვე ორმელეთის ხეობა იწყება და გადმოვდივართ ჭუბერზე. იქ უკვე აი გასაყარზე იყვნენ. აქეთ კოდორის ხეობა და მეორე მხარეს ჭუბერი არის. 20 ჯარისკაცი მიტოვებული. მიტოვებულები იყვნენ და იყვნენ ძალიან აგრესიულები. და რო უთხარით რომ რას ქვია, სად მიდიხართ იქ თქვენი ბიჭები ხომ ანდარიანი ბრძვიან და რა ჩვენი ბიჭები არიან, ყველა წასული აბსოლუტურად. ჩვენა ვართ ბოლო 20 წელი მეც უმანქანოდ დაგტოვესო. არაფერი ჩვენ არ გვაქვს, არც საჭმელი, არც მანქანა, არც აფერი. რაც ჰქონდა ტანზე განდვეთვის ჟილეტებში, ტყუია წამალი და იარაღი, იმის ამარა იყვნენ. სხვა არაფერი და ჩვენ გამოყვნენ. ზოგი სადმოთავს და ხა 4-5 მანქანა. თქვენ გამოიყვანეთ ჯარისკაცები. კი ბატონო, ჩვენ გამოიყვანეთ და იქ ისეთ შევამჩნიე, იქ თვითონ ხეობაში რობოკოპის ისინიც ეგდომა არ ვიცი ხეობაში რობოკოპი რისთვის ჭირდებოდა არ ვიცი მაგრამ რობოკოპის კი იყო მან და ჟილეტები ქონდათ და ჯაუშანი ამ რობოკოპის და ფარებიც იქვე ეყარა იქ პოლიციის წინ და ერთი მოსახლე იყო ჩვენთან რომელიც ცხოვრობდა აფხაზეთიდან მომდივარ სოფელი ქვაბჩარარი პირველი სოფელი და აქ საზღვართან ცხოვრობდა ჯერ იყო პოზიციები ჩვენი, სადაც იდგა თავდაცვის სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო, შემდეგ იყო ერთი წერედნების ოჯახი იყო და მე იყო ჩხეტიანების ოჯახი, სოსო ჩხეტიანის ოჯახი იყო და მაგისი ძმა იყო თემურ ჩხეტიანი, ცხოვრობდა იქ. დედამისი იყო 90 წლის ქალბატონი იყო. ლოგენა ჩავარდნელი იყო ის ქალბატონი. და დაახლოებით ატარა სამეურნეო სამუშაოების რო ვიყენებთ ურიკებს ხელის. იმაზე დასვა და ატარა 15 კილომეტრი გრუნტიან გზაზე დედა რომელიც ალბათ ერთ თვეში მერე დაიღუპა ის დედა მაგრამ რაკანას შვილმა ეხლა როცა დედა სახში ყავს ამ მდგომარეობაში იქ გამოუარეს იქვე მაგის თვალწინ გამოიარა დაახლოებით 1000-მა ჯარისკაცმა ნუ ეხლა რო დავუყოთ ეხლა ჩვენს მანქანებში იქნებოდა ერთი 20-30-40 მანქანა ერთ წამოსვლაზე შემდეგ კიდე სხვა ეტაპი იყო მოდიოდა არც ერთმა არ გაუჩერა და ელემენტარული ის რომ ერთი ეს ქალბატონი ჩაესვათ მანქანაში და გამოიყვანათ როცა შვილს მოყავს ამ შუაღამე დედა ურიკით და ის ქალბატონი გათიშულ მდგომარეობაში იყო არ იყო გონზე ის ქალბატონი მაგრამ ხა დედას ვერ დატოვებ რა მდგომარეობაში ისკენ დაიყოს და რა ასაკისკენ დაიყოს და წამოიყვანა ქვაბჩარიდან ზემო აჟარამდე 15 კილომეტრი არის მაგრამ დაათენდა იმას და მე უკვე დაწყებული იყო ის დაბომბები და მე ერთ-ერთმა ხეობელმა კიდე კარგი რომ გვიან დაიწყო გამოსვლა და იმათმა გამოიყვანეს. დაბომბები როდის დაიწყო? დაბომბები როგორც კი გაეროს წარმართლებს წავიდნენ, 9-ში ღამით უკვე დაიწყო დაბომბები. ღამით რა იბომბებოდა საცხოვრებელი სახლები პოზიციები თუ რა? არც ერთი არ დაიბომბა. არც ერთი საცხოვრებელი სახლი ურტყავდნენ კოდორის ხეობის შემოგარენს. იბომბებოდა ოღონდ წეებს ბომბავდა. არ იყო ეს ინტენსიური დაბომბა ისეთი რომ ჩვენც გვიკვირდა რომ კი ბატონო გზა რომელიც ჩვენ უნდა გამოგვეულოთ ჭუბერამდე არსად არ ჩაიხერგა არც დაბომბვით არც პირველი თუ მაგათ აწყობდა ჩვენი იქ დატოვება ან ჩვენი დახოცვა პირველი გზას ჩაჭრიდნენ დაბომბებით მან ერთი ჭურვი ჭირდება მეტი არაფერი და მოხდებოდა უკვე ჩვენი შეჩერება მან სხვა არაფერი ან პრობლემა არ იყო ჩვენი გაჩერების. ჩვეულებრივად გამოვედით მშვიდობიანად. უბრალოდ ერთი ის იყო რომ მივედით ჩვენ პოლიციის შენობასთან, მან იყვნენ ვან ვერ გაარჩევდი ვინ იყო თავდასხმა, ვინ იყო პოლიცია. ვინ იჭერდა ადამიანს, ვის შეეძლო დაჭერა, არანაირი ოქმი არ დგებოდა მაშინ 6-ში და 7-ში და 8-ში. იჭერდა ნებისმიერი ფორმიანი მოდიოდა, ნებისმიერს იჭერდა. აკავებდა და მე ალბათ გადასცემდა პოლიციას. რომ მივედით და ვთხოვეთ რომ აი კი ბატონო მანქანები არ გამოყავით, გასაგები არის, კამაზები იდგა, ახალ კამაზები იყო, ვილისები იყო და ტოიოტას პიკაპები იყო. ამათ არ გვაძლევთ, მაგრამ იქნება საწვავი მაინც მოგცეთო და არც საწვავზე გრამის რა ამბავს ყვებით ახლა 8-ში რომ გამოვიდიოდით, ვთხოვეთ ჩვენ რომ საწვავით იქნება სანამ დაიძრებოდით. კი ბატონო, არ იყო საწვავი ახლა ბენზინ გასამართი სადგურები არ იყო კოდორის ხეობაში და ეს რაც შემოგვიდგა. ესე იგი არამს თუ დაგამშვიდეს რომ არაფერი არ ხდებაო. არაფერი არ მოგცეს, კი ბატონო. არაფერი არ მოგცეს. საწვავიც არ მოგცეს. არც საწვავი არ მოგცეს და
მერე იყო რომ გამოვდიოდით ერთ-ერთმა მოსახლემ რომ გამოდიოდა რაღაცას დაეჯახა მანქანით გადაიარა და საბურავი გაუსხდა. ეს არის ძველ რუსულ წარმოების მანქანაზე საუბარი ვილისზე. და საბურავი გაუსხდა და მანამდე შეამჩნია რომ მოდიოდა პოლიციის მანქანა იყო ამოტრიალებული დაახლოებით 10 კილომეტრი სადღაც მანქანით გამოვიდა. წავიდა და საბურავი მოხსნა რომ თავის მანქანას დაეყენებინა იმ ამოტრიალებული ვილისს. და საბურავი წამოიღო ხელით იქიდან, რომ 5 თუ 6 ადამიანი ყავდა მანქანაში, ისინი გამოიყვანა იმ საბურავის ჭუბერში დაიჭირეს, რომ როგორ შეეხე პოლიციის ქონებას. ჭუბერში დაიჭირეს და ძალიან დიდი საჩელის მიიღო მაღაზია. გვარი და სახელი ვინც დააკავეს იმ პირის ვინც დააკავეს გვარი და სახელი მე არ მახსოვს, იმიტომ რომ ის იყო შემოსული მამა ნიკოლოსთან ცხოვრობდა გუგუსიანთან. მსახურობდა ეკლესიაში იყო მან და იქ მსახურობდა, უბრალოდ გვარი და სახელი არ მახსოვს, ადგილობრივი არ იყო. შემოსული იყო და 1 წელი ცხოვრობდა მან და როცა მოხდა ეს ფაქტი რომ საბურავი არ იყო, იქ იყო მანქანა ერთი ამოტრიალებულიო და იქიდან წამოვიღებო. იმას მოხსნა და გამოიყენა. ამოტრიალებულმა სიცოცხლის გადარჩენის მიზნით. რომელიც დარჩათ მე სოხო აფხაზებს დარჩათ ის მანქანა თავის საბურავით და თავის ყველაფრით, მაგრამ მოხსნა და რო წამოიღო მაღაზე მთელი ამბავი იყო. მე ჩვენ გაგვაფრთხილეს კიდევაც რომ თუ არ ვწები კი, მაგრამ იქ ჭუბერში ფიზიკურად გაუსწორდნენ ჭუბერში. არა ის მაინტერესებდა რომ თუ გაასამართლეს მეთქი ამ თემაზე. ფიზიკურად გაუსწორდნენ თუ არ ვწები გაასამართლეს, მაგრამ თან იქ დააკავეს, ჭუბერში დააკავეს და კიდე ჩვენ ბარგს გვისინჯავდნენ იქ რომ რამე ხო არ წამოვიღეთ ადმინისტრაციულ შენობებში, რამე ხო არ აღიღეთ, ძალიან ბევრი კომპიუტერი იყო და რაღაც ვის ჰქონდა იმის თავი, ჩვენ ქონებას ტოვებდით და არ იყო მოსახლეობა ისე რომ რაღაცა გვაკლდა ჩვენ მან ცხოვრობდით ისე ნორმალურად, ჩვენ არც არაფერი გვაკლდა და არც არავის არაფერი არ გვჭირდებოდა. ჩვენი ქონება დავტოვეთ ახლა ვიღაცის იმას ხო არ ავიღებდით კომპიუტერს და რაღაც. აი გვეუბნებოდნენ რომ ვიღაცამ ხელი არაფერს არ ახლოს, იმიტომ რომ მიხვდნენ რომ ჩვენ უკვე გავდიოდით, ინფორმაცია მივიღეთ და ის ჩაუვარდათ ეს ოპერაცია, რომ ჩვენ ყოფილიყავით, გადაეცათ ჩვენიანად ის კოდური ხება, მერე უკვე აგრესია იყო. და გაგვაფრთხილეს რომ არანაირი საწვავი, არანაირი მანქანის იქ ძალიან დიდი ბაზა ჰქონდათ მანქანის ნაწილების. ნებისმიერ დროს შეგეძლო მისვლა და 10 მანქანას ააწყობდი. აი თქვათ რომ აი თუ იმეს გიჭირთ რაღაცა, მაინც უტოვებთ ხეობას და ნაწილებიც გვაქვს, მანქანების გვყავს, ზეთი, საწვავი, მაგრამ არაფერი, ყველაფერი აგვიკრძა ეს აბსოლუტურად. და ხედავდით როგორ ეყარა იარაღი უკვე აჟარაშიც, გენწვისშიც, საკენშიც. დაუტოვეს ოკუპანტს. ყველაფერი და ხალხს არ გამოაყენებინეს. ბატონო თორნიკე, ბატონო თეგის ბძანეთ. ესე იგი იმას ამბობ თქვენ რომ არათუ ევაკუაციაში არ შეგიწყეს ხელი. თქვენი ძალებით რო გამოდიოდით, იმაშიც ხელს გიშლიდეთ. კი ბატონო, ხელს გვიშლიდენ. ეთოცეული კი ბატონო აგრესული იყო, მაგრამ თვითონ იქაც ხეობაშიც ხელს გვიშლიდენ. ერთადერთი ვინც იყო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვინც მობილიზება გააკეთა მერე და იმათ ახლა არაფერი რესურსი არ ქონდათ, არც საწვავის და არც მანქანების. 4-5 მანქანა ყავდათ სულ, ეს ვილისებზე საუბარი და მაქსიმუმ 20 კაცი და 30 წამოიყვანა იმით. ბატონო თორნიკე, თქვენ საგანგაშო რამ ბრძანეთ, თქვენ თქვით რომ ჩაუვარდა ხელისუფლებას ოპერაციაო, რომ ჩვენიანად გადაეცათ ოკუპანტის სახელმწიფოსთვის კოდორის ხეობაო. რას გულისხმობდით, რა ოპერაცია იყო? თქვენ თქვით რომ ეს განზრახდებოდა? კი ბატონო, როგორც სახალხო დამცველმა განახორციელა ზარი, ხო შეიძლება რომ იქ ვიყავით, იქ ზარით მივიღეთ ინფორმაცია, ჩვენ შემოსული იყო ერთი ადამიანი იქ დაკრძალვაზე, სადაც 80% ვიყავით ხეობის და ითქვა რომ დაიცალეთ, რაღაცა არ ხდება ისეთი, არ არის ვითარება ჯანსაღი, შეგიძლიათ გახვიდეთ 2-3 დღით მაინც და მერე თუ დალაგდა დასტაბილურდა, ისევ შემოხვალთ. პირიქით გვეუბნებოდნენ რომ არავით არ გასვლო, ყველაფერი კარგად არის. კონტროლქვეშაა სიტუაცია, ჩვენ ვაკონტროლეთ, აბა რისთვის გვინდა ეს ყველაფერი აქ, რაც აქამდე ვაწყობდითო. აი დედუქებთან რო ვახსენეთ წეღან, ის სიმაღლის დაკავება, იმ ხელა იარაღის ატანა მანდ მარუხში მოაწყეს ასაფრენის ზოლი. ამით გვაჯერებდნენ ჩვენ, რომ არის ყველაფერი კარგად, რომ აი ნელ-ნელა ჩვენ ვიბრუნებთ აფხაზეთს. მიზანი რა უნდა ყოფილიყო თქვენი აზრით, რომ განაიარაღე მოსახლეობა, რომელიც ერთგულებდა სამშობლოს და იცავდა ტერიტორიას? ჩაბარება, ბოლოს რაც მოხდა, ძალიან მაგრამ ხალხიანად ჩაბარება რა უნდა ყოფილიყო ეს, რა პროექტი უნდა ყოფილიყო? როგორც გორში გააკეთეს, გორს არ ბომბავდნენ, მანამ სანამ კორპუსებში არ ჩააყენეს გრადი და იქიდან არ ესროლეს. წერტილი მისცეს, საცეცხლე წერტილი და მაშინ დაარტყეს კორპუსებს.
გორშიც სხერპლი უნდა ყოფილიყო დიდი სხერპლი გორში არავინ არ ბომბავდა გორს სანამ корпуსებში არ შეიყვანეს გრადი იქიდან ცეცხლი არ გახსნეს და მე ახლა როცა აიბომბება ის გრადი შახმატურად ურტყავს ხან корпуს მოხდება ხან საზეცლე წერტილს ეს იყო სხვა არაფერი სხერპლი უნდა ყოფილიყო თქვენ თვლით რომ სააკაშვილის მიზანი იყო რაც შეიძლება მეტი სხერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში კი ბატონო და ალბათ ახლა მე არ ვიცი რა მიზანი იყო მაგრამ მე როგორც აქ კონცერტი გაიმართა დაღუპული ბიჭები იქ იყვნენ ჯერ კიდევ მიწას მიბარებულები არ იყვნენ და აქ კონცერტი იყო ალბათ საკონცერტო იქნებოდა ჩვენი დაღუპვაც აქ ერთ-ერთი მიზეზი იქნებოდა ესეც ასევე იყო ექვშიც გათვალისწინებული არის ეს მსხვერპლი ოპერაცია რომ ტარდებაო ჩვენ ქრუაშვილმა გითხრა ეს მამედა ჩემი რომ მოკლა 3 წყვით ჯერ არის შეიძლება ადამიანი დაიღუპოს რაღაცა და კი ბატონო მაგრამ საზარბაზნე ხორცად რო გახდი და ესური ტექნიკაზე სასრულ ტყვიას რო ესური ტექნიკას ასრულ ეს არის დეშეკა საშინელი იარაღი არის 3 ტყვია გაარტყეს ალბათ ხალხს ერთი ტყვია ვერ ყოფნიდა და 3 ტყვია გაარტყეს და იმ მამედა ჩემის შვილი გენორ გუგუსიანი 16 წლიდან იბრძოდა აფხაზეთში 16 წლიდან და დაკარგა ფეხი აფხაზეთში იმ ბატონებთან ერთად იყო და გმირი შვილის დედა საკუთარი სახლის კიბეებზე ჩასხრილეს და გითხრეს რომ ეს გათვალისწინებული არის ამ ხელა ოპერაციების დროს თქვენ მადლობა გითხარითო რომ 10 და 20 ესეთი ფაქტი არ მოხდავა თორე თქვენ სადაც მაშინ არველაძე იყო იმედზე რომ გამოვიდა კოდორის ხეობა სადაც მიწა უდგათ ის მიწა უნდა დაიწვესო დღეს ეს ვინ თქვა არველაძე იყო მაშინ იმედი ის ვინც იყო გიორგი არველაძე 2006-ში რო იწყებოდა ოპერაცია შემოსვლა მაშინ თქვა დილით გამოვიდა ტელევიზიით და თქვა იქნება ჩანაწერი არქივში ყველა ვარიანტი თქვა რომ კოდორის ხეობაში სადაც მიწაზე ფეხი უდგათ კოდორის ხეობელებს ის მიწა უნდა დაიწოს დღეს იყო ესეთი რაღაცა და არის და რაღაცა არ მახსოვს ის მართლა თუ ეგეთი რამე ამოსაღებია კი ბატონო არის ამოსაღება ის იმედზე იყო ეს კი ბატონო თუ არ გახსოვს ჩვენ კოდორის ხეობელებს ყველაფერი სამწუხაროდ ისეთი რაღაცები ხდებოდა რომ ვერ დავივიწყებთ თორემ კარგია რომ დაგვავიწყდეს მაგრამ ვერ ვივიწყებთ ჩვენ აქ ყავდა ბატონი ზაზა გოგავა მაშინდელი თავდაცვის შტაბის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი გენერალი რომელმაც თქვა რომ ვერ მოვიცალე რომ კოდორის ხეობელება გამეფრთხილებინაო ეს დანაშაულია რომ ვერ მოიცალა ადამიანს რომელსაც ევალებოდა თუმცა მარტო მას არ ევალებოდა ბუნებრივია როცა არსებობს მთავრობა ერთი ზარის განხორციელება არ უნდა ყოფილიყო პრობლემა მაგრამ რასაც თქვენ განვისმენთ მოხდა სრულიად საპირისპირო რამე არათუ ვერ მოიცალეს არამედ ხელმძღვანელი ვინც იყო მთავრობისგან დანიშნული ამ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მაგრამ რეალურად ვინც ხელმძღვანელობდა სოსო ქარჩაიძე პირდაპირ გეუბნებოდათ რომ პანიკას თუ ახვევით არსად არ წახვიდეთ არაფერი საფრთხე არ გემუქრებათ სწორად გავიგე კი ბატონო ყველაფერი არის კარგად ყველაფერი მიდის როგორც ახლა გეგმის მიხედვით რომ ჩვენ ეხლა იქ მოურჩებით საქმეს იქ იგულისხმებოდა ცხინვალი იქ მოურჩებით საქმეს ხო ხედავთ რომ ან ერთი პერიოდი იყო რომ ცხინვალში ჩვენები შევიდნენ ქალაქში ბოლომდე აი შესულები არიან ქალაქში ხო არ გჯეროდათ რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა ეხლა ჩავდივართ უკვე 2-3 დღის მერე ჩავალთ უკვე აფხაზეთში აი ქალბატონო თერ უბრალოდ მე მინდა მაინც რამდენიმე კითხვა 2006 წელზე დავსვათ ძალიან საინტერესო რამებს ხვდება მაგრამ მანამდე იქნებ ბატონ სიმონ გასვიანს ვთხოვოთ რომელიც მაშინ იყო თუ სწორად ვიცი სასაზღვრო მესაზღვრეების ხელმძღვანელი იქ როგორ ერთხელ თქვენ ზუსტად ერთი წუთით ამის მაცალეთ ბატონო სიმონ ერთი წუთით მე ვიცი რომ ბატონ თორნიკეს ეჩქარება 12 საათზე უნდა იყოს სამსახურში ამიტომ თქვენ რამდენი დრო გაქვთ რომ ხო არ ამოვწუროთ ბატონი თორნიკეს მაგას რომ გავენთავისუფლეთ დღეს უკვე ბოლომდე გაქვთ ერთი 20 წუთი კიდევ ნახევარი საათი კარგი მაშინ მივყვეთ ბატონის ოზარის იდეას და ბატონ სიმონს ვთხოვოთ კითხვა იყო სად მუშაობდით 2008 წელი რომ ამოვწუროთ 2008 წელს სასაზღვრო პოლიციაში სამმართველოს უფროსის მოადგილე ვიყავი საზღვრის დაცვის დარგში კი ბატონო ორშაბათის თათბირები რომ ახსენეთ იქნებ საზოგადოებას აუხსნათ რა თათბირი იყო ეს ორშაბათობით რა თათბირი ჩვეულებრივი თათბირები ახლა ამდენი სტრუქტურა რო იყო შემოსული ყოველ ორშაბათს ატარებდა თათბირებს ეს სოსო ქარჩაიძე დიახ უსახავდა გეგმებს ახლა ახალი არაფერი არ იყო ერთი და იგივე ყოველ იმაზე და ერთ-ერთ თათბირზე როცა შეკითხვები გააქვთ რამე და შევეკითხე
ევაკუაციის გეგმა თუ გაქვთ მეთქი ბატონოსო გაეჩინან და შენ საზღვარს მიხედავ და ჩვენ ევაკუაციის გეგმა გვაქვს თუ არა ის არ არის შესაძლებელი. რატომ გაგიჩნდათ ეს კითხვა ევაკუაციის შესახებ? ევაკუაცია იმიტომ რომ იმდენი იყო ეს შემოსული ერთი კი პირველად როცა შემოვიდნენ ბევრი იყო ეს ჯარისკაცის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მაგრამ 2500 მარტო ჯარისკაცი იყო ხეობაში. ადგილობრივი მოსახლეობა და ევაკუაციის გეგმა საომარი ზონა სადაცაა ის კი არა და 5 სართულიან კორპუსებს აქვს ევაკუაციური გეგმისა კონდა გეგმები და ხეობას როგორ არ უნდა ქონოდა აი შეკითხვა იყო ჩემგან ანუ ეს ადამიანი ერთპიროვნულად განაგებდა იქ ყველაფერს და თვითონ რასაც გადაწყვეტდა აი იმას აკეთებდა ის ყოველივე იმას და ბოლოს როდესაც უკვე ხეობიდან გასვლა იყო 2 დღე ისე გავიდა რომ საერთოდ კავშირზე ვერ გავედით. არა და მესაზღვრებზე გვყავდა ჩვენ მარუხის პეროვალი დისლოკაციის ადგილიდან რო ჩამოხვიდე ჩვენ სამმართველობიდან 2-3 დღის სასიარულო. ეს არის რუსეთთან აი ისინი რომ ჩარჩენილოყვნენ საზღვრებზე მოგვეხსნა საზღვრებიდან ეს ხალხი თუ რა გაგვეკეთები და აი სამი სოდრო მაგასთან დაგველაპარაკებინა მაგაზე როდიდან აღარ უპასუხა სოსო ქარჩაიძემ თქვენ ზარებს? სოსო ქარჩაიძე ბოლოს ვნახე მე 9-ში ვნახე იმ გასვენებაში, როდესაც მითხრა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მე რომ არ გვიკავშირდებოდა 10-ში იყო სამმართველოს უფროსთან ერთად ჩავედით აჟარაში, ეს ადმინისტრაციული ცენტრი სადაც იყო, ვეძებდით, ფიზიკურად ვეძებდით უკვე ასე. უკან ვერსად რო ვერ ვნახეთ, სოფელი გენწვიში არის, ამ გენწვიში ვნახეთ, გზიდან 150 მეტრში ერთი 20 კაცის გარემოსვაში იყო და ეგერ არის ოსო და გავაჩერეთ მანქანა, ასვლა გვინდა და ისე 5 თუ 6 თვითფრინავი გადმოფრინდა მოზდოკიდან ხომუფრიდან და ხეობაზე გადმოდიოდნენ ეს თვითფრინავები. ესენი ამას იხმაროთ დაინახეს და ესე რომ დაინახეს, გაიქცნენ ამ ტყეში. ახლა დევნას ვარ დავუწყებდით იმ ტყეში იმას და მის მერე 6 წლის მერე ვნახე აგერ პეპელაზე. ეს კაცი. პეპელაზე ნახეთ. ხო. საერთოდ არ გამოვიდა ჩვენთან კავშირს. მე ჩვენი ძალები, ჩვენი შეარაღება რაც იყო სასაზღვრო პეპელაზე რომ თბილისში ნახეთ. ხალხი მოუხსენით ის 6 წლის მერე თბილისში წააწყდით, ხო? 6 წლის მერე თბილისში პეპელაზე ვნახე, პარადისი ბარებდა თუ რაღაცა იმას. რა სიბარებდა? ჯარისკაცებს ამზადებდა ალუღმისთვის. მაგალითად მე ვითომს ვერ მიცნო. არ ვერ გიცნოთ თითქოს, ხო? მაგრამ იქ კითხვები არ დაგისვამთ თბილისში რო წააწყდით? კი, უთხარი მე იგერი ერთი ორი სიტყვა ესეთი უთხარი რომ იმას ახლა აღარ გაუჩნდა საუბრის სურვილი თუ? ესეთი უთხარი მაგას შემისასტკმელი. ასე იყო ბატონო და ახლა რა ვიცი და მაინც მოხსენით მესაზღვრეები, რომ გაიქცა თვითონ ხელმძღვანელი. ჩვენი სამმართველოს უფროსის მეთაურის მოუხსენით და 12-ში გადმოვედით ჩვენ 12-ში მარტო ვიყავით ჭუბერიში. რაც შეეხება მაგას ქვედანაყოფებს ისინი ყველას კარგად მოეხსენება იქიდან როგორ გამოვიდნენ ბავშვები ყავდათ წლევანდელები მიტოვებული იყვნენ რა თქმა უნდა მეთაურების ვერესები ძირითადად უფროსები ვინც იყვნენ ახალგაზრდა ოფიცრები ყავდათ იმ წლევანდელებს ეს რა ატარეს უშგულით და იმით და ქუთაისში ჩამოიყვანეს ეს ბავშვები. ეს კალბატონოთე ეს იყო მიზანმიმართული ოპერაცია იქ შემოსულა ამაში ხეობაში რომელსაც ჩვენ 15 წელი ვიცავდით დიდიან პატარიანად არა აქვს მნიშვნელობა იარაღი ეჭირა ადამიანს იქ დასაცავად ხეობაში მყოფი ყველა იყო მეომარი ამას ყველაფერს ხელმძღვანელობდა კვიციანი რა თქმა უნდა მაგის მეთაურობით იყო ეს შენახული და ახლა შემოვიდნენ და რო შემოვიდნენ პირველად კი გვეგონა რომ რაღაცა კარგი რაღაცა აღშენებლობა დაიწყეს გზების ყველაფრის მაგრამ საბოლოოდ დაუტოვეს ყველაფერი იმას ჩვენთვის არაფერი არ
ეს შეიარაღება შეიარაღება იმდენი ზიდეს ხეობაში ბატონო სოზა იმდენი ერთი წუთით 8000 კაცი იყო ბატონმა თორნიკემ თქვა მგონი ცოტა ზედმეტია იმიტომ რომ ჩვენ რაც არა ის პირველი შემოსვლაზე შეიძლება აღარ მე 3000 3000-დან 2500-მდე ალბათ დაახლოებით და შეიარაღება რამდენი ქონდა და რა უხდეს იმ შეიარაღებას შეიარაღება ალბათ იქ შემოტანილი იყო 10000 კაცისაც და დარჩა 15000-ისაც შეიარაღება ნუ ახლა ძირითადად ახლა იგებ ტანკები და ბემპები და ეს არის ხო მაგრამ პიხოტას რა სჭირდება ეს შეიარაღება მთლიანად შემოტანილი და დასაწყობებული იყო სკოლებში და ის არავის არ გამოუტანია იქიდან ის კი არა და თვითონაც თქვენდაც ის ვერ გამოიტანეს შეიძლება გითხრა დიდი მადლობა ეხლა უბრალოდ ცოტა იქით რომ მიუბრუნდეთ ერთი ძალიან მოკლე ისტორია კი მოვყევი როგორ ხდებოდა ხეობის დაცვა 1993 წლიდან 2006 წლამდე როცა ადგილობრივი ხელისუფლება იცავდა ამ ყველაფერს მაგრამ ამის შემდეგ შემოვიდა იქ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები. ბუნებრივია, ამაში ახლა საწინააღმდეგო ვის რა უნდა კონდეს, თუ კი რაღაც ძალები განთავსდება. მაგრამ ძალიან უცნაური ფრაზა თქვით თქვენ წეღან. კოდორის ხეობის გათავისუფლების ოპერაცია უწოდეთ ამას და ამას რო დავამატოთ კიდევ რაც არველაძის სიტყვები მოიყვანეთ, საერთოდაც წარმოუდგენელია რა გეგმა შეიძლება ქონოდათ, მაგრამ აი ვისგან ათავისუფლებდნენ კოდორის ხეობას? მართლა კითხვა რო ასე დაიცვათ. სააკაშვილი ათავისუფლებს კოდორის ხეობას ვისგან? საქართველოს კონტროლირებადია. იქ ბატალიონი მონადირე არის თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში, ყველა მისი ხელმძღვანელი ინიშნება თავდაცვის სამინისტროდან, ხელფასებს იღებენ თავდაცვის სამინისტროდან, იქ არის ადგილობრივი გამგებელი, იქ არის გუბერნატორიც იყო სკოლები ფუნქციონირებს საავადმყოფო შეულებრივი სახელმწიფო სტრუქტურებია, ყველაფერი არის ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაში. დაახლოებით აფხაზეთის ტერიტორიის 1/13 თითქმის არის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. თან ეს არის პრაქტიკულად შუაგულ აფხაზეთში ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს. შესაბამისად, იმის თქმა რომ აფხაზეთი ოკუპირებულია, ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ როცა მე-13 შენაკონტროლებდა და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ დროს მოდის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი და ამბობს, რომ ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ კოდორის ხეობა. რა ხდებოდა, აი რა საერთოდ როგორ მოხდა? ბატალიონი მონადირე თუ დარჩა იმის შემდეგ? აი ამ 3000 კაცში იქ რომ შემოიყვანეს მუდმივად რო იყო რა როლს ასრულებდა ადგილობრივი მოსახლეობა? აი ეს თემები რო ცოტა ფართოდ გაგვიშალოთ. კი ბატონო. გათავისუფლება ხდებოდა ჩვენგან ალბათ მოსახლეობისგან და მეომრებისგან. ბატალიონი მონადირე იყო თავიდან ძალიან მცირე ჯგუფი იყო ეს რო შეიქმნა ომის დროს, რო შეიქმნა ბატონმა ემზარკვიციანმა, შემდეგ შტატები გაიზარდა და უკვე იყო ცალკეული ბატალიონი იყო ეს არ იყო რომელი კონკრეტულად რომელიმე ბრიგადაში შემავალი ცალკეული დანაყოფი იყო ეს სამთომსროლელი რაზმი ესე ერქვა და ექვემდებარებოდა პირდაპირ მთავარსარდალს მაშინ მთავარსარდალს და იყო სადღაც 700 კაცზე მეტი ირიცხებოდა რაზმ მონადირეში მაგრამ აქტიური მებრძოლი იყო 500 კაცი დანარჩენი ვინც იყო გაფორმებული მან იყო იმ დაღუპული მეომრების ოჯახის წევრები შტატები შეიქმნა მან დაუშვეს მეკავშირისადმი დაუშვეს იქ არის შტაბში ძალიან ბევრი ეხლაც არის ბუნებრივია ეს აუცილებელია ზურგის სამსახური არსებობს ზურგის სამსახური და ვინც ბრძოლის ველზე დარჩა ის ბიჭები და დაიღუპნენ მან და გბირულად შეწერეს თავის სამშობლოს იმ ოჯახის წევრებს ასე რომ ვთქვათ უპატრონეს ხელმძღვანელებმა და დანიშნეს სამსახურებში შვილები და მეუღლები მაგრამ ისინი არ იყვნენ უბრალოდ აკეთებდნენ თავის საქმეს ყველა და ეს 200 კაცი იყო ის შტაბი ასე რომ ვთქვა და დანარჩენი 500 კაცი აქტიური მებრძოლი იყო. როცა გაუქმდა ბატალიონი მონადირე, იყო ზამთრის პერიოდი. კოდორის ხეობაში თოვლი ჩამოდის. დაახლოებით ნოემბრის მერე თოვლი უკვე არის კოდორის ხეობაში და ძალიან ახლა 1 მეტრ ნახევრამდე აღწევს ხეობაში და უღელტეხილზე ზოგან სადაც არის ნამქერი არის, იქ არის 10 მეტრამდე
შეუძლებელია მან გადაადგილდეს ტრანსპორტი, სახმელეთო ტრანსპორტი. გამორიცხულია მან იკეტებოდა ხეობა ნოემბერში და მაისამდე ხეობა იყო ჩაკეტილი. იყო მხოლოდ და მხოლოდ ვერტფრენებით ხდებოდა გადაადგილება ჩვენი თბილისის მმართველობით. დაურეკეს მეთაურს მე მახსოვს სახში იყო მაშინ ამაჩემი და დაურეკეს თავდაცვის სამინისტროდან ელაპარაკა ერთ-ერთი მაღალჩინოსანი უთხრა რომ ბატალიონი გაუქმებულია, ტელეფონით ეუბნებიან ამას. ბატალიონი გაუქმებულია. უზრუნველყავით იარაღის ჩაბარება, რომ ჯერ თქვენ ჩაიბარეთ ოფიცრებმა, ხელმძღვანელობებმა და შემდეგ ეს შეიარაღება ჩამოვიტანეთ და ჩააბარეთ ვაზიანში. რომ ეს იარაღი უნდა მივიღოთ. რადგან თანხმობა კი ბატონო, გასაგები არის, რომ გაუხარდა კიდევაც მეთაურს, რომ ბატალიონი მეთაური ვინ იყო? მამაჩემი ზურაბ გერლიანი. და თქვა რომ 10 წელი მართლა ხეობას ვერ ტოვებდა. თანამდებობა ჰქონდა ისეთი რომ 10 წელი ხეობიდან არ გამოსულა და ცოტა გადაღლილიც კი იყო ამ ყველაფრით და თქვა რომ ეხლა შემოვა სხვა დანაყოფი აქ დადგებიან ეს პოლიციის რაზმები, თავდაცვა შემოვა და ჩვენ მივხედავთ ჩვენ საქმეს. მაგრამ აქ მოხდა ერთი უცნაური რამ. იარაღის ჩაბარება მოთხოვეს 3 დღეში. მაშინ როცა ვერტფრენი არ გამოუყვეს, ვერტფრენები. აქ უკვე იბადება ეჭირო იარაღს მთხოვ ჩამაბარე ვაზიანში, კოდორის ხეობიდან უღელტეხილი ჩაკეტილი არის და არ მიყოფ ტრანსპორტს. და როგორ უნდა ჩაგაბარო? და მეორე დღეს ზარი ისმის რომ თუ 3 დღეში იარაღს არ ჩამაბარებ, გამოცხადებით ბანდ ფორმირება და თქვენ იძახით ვარს იარაღის ჩაბარებაზე. ამდენ ტელეფონში ეუბნება მეთაური, მე იარაღს გაბარებთ. ჩამობრძანდით წარმომადგენლები, ვერტფრენები გამოყავით, მე თვითონ დაგეტვირთავ იმ იარაღს, მიგითვლით ყველა თავის ნომერაციით და მომიწერეთ ხელი მიღება ჩაბარებას და კი ბატონო. არა, უნდა ჩამოიტანო ვაზიანში 3 დღე. ამ დღეებს უგრძელებდნენ, რომ ეს ყველაფერი მერე ფიზიკურ პირდაპირ გახადეს ბანდ ფორმირებად. აი ეს ნელ-ნელა მიყავდათ ნაბიჯ-ნაბიჯ იქამდე რომ თან ეუბნებოდნენ მინისტრს. თავრობას ეუბნებოდნენ რომ აი 3 დღე მივეცეთ არ ჩაგობარეს, 4 დღე მივეცეთ არ ჩაგობარეს, 5 დღე, 6 დღე და უკვე ბანდ ფორმირებად ცხადდები ამ დროს. იარაღს არ მაბარებ. და ვერტფრენს არ მიყოფ. ამას არ უნდა ეძახდო, ვერტფრენი არ გამოუყავითო. ჩვენ მივეცით. და რას ამბობდნენ ვაზიანამდე ამ ხელა იარაღით როგორ უნდა გადაადგილებულიყო? თქვენი ძალებით უზრუნველყავით. ხო, მაგრამ ვინმეს რო გზაში გაეჩერებინეთ, ამდენი იარაღით მიდიხართ. ეგ გაჩერება სხვა საქმე არის კიდე, მაგრამ კოდორის ხეობის უღელტეხილზე 10 მეტრო თოვლი იყო მაშინ. ფიზიკურად სულ ყველაფერი იდეალურ მდგომარეობაში რო ყოფილიყო, ზაფხული ყოფილიყო. ჩამოვიტანეთ, კი ბატონო. სატვირთო მანქანით მიგაქვს ამ რაოდენობის იარაღი ყოველგვარი იმის გარეშე ტელეფონის დარეკვის საფუძველზე. არაფერი საბუთი, სად მიდიხარ, სად გადაადგილდები, მე რეგენახა თქვენ ბანდ ფორმირება. რა თქმა უნდა. ამას ჭირდება წარმომადგენლის ჩამოსვლა, შედგენა უქმის მიღება ჩაბარების და უნდა მიიღოს, ოფიციალურად უნდა მიიღოს ეს იარაღი და გადაასცეს და ბოლო ზარი იყო უკვე რომ უთხრეს რომ კი ბატონო არაბარი. მისგან იყო ეს ზარები, ხო არ იცით? გენშტაბიდან ურეკავდნენ. გვარი არ იცით? გვარი არ ვიცი, მაგრამ ერთი გვარი ახსენა. მამაჩემს ყავდა მეგობრები გენშტაბში და ბოლოს იმათმა უთხრეს რომ არ არის უსაქმე ისე როგორც შეგონია. ყველაფერი მიდის იქითკენ რომ გამოცხადები ბანდ ფორმით. მაშინ იყო მეგობრები ყავდა ძალიან მაგრამ თქვენი გარდაცვლილია ხო? გარდაცვლილია კი, 14-ში გარდაიცვალა. და როცა ბოლოს თქვა მამაჩემმა რომ ყველაფერი მიდის იქითკენ რომ აქ შემოვლენ ძალიან დიდი ძალით. მაშინ უკვე აფრასიზების ამბავი მომხდარი იყო. ესერში, სოფელ ესერში უკვე აფრასიზების ამბავი და ჩვენ უკვე ვიცოდით ამათი შემოსვლა რას ნიშნავდა. ეს უკვე მაგალითი ნახეთ ჩვენ ძალიან კარგად გქონდა. როშ კიდე ბოლო ზარი რო იყო, მაშინ უკვე უთხრეს. არ ჩამოდიხარ, კი ბატონო, გამოცხადებული ხარ ბანდ ფორმირებად. თან ახლა იქ ვადებს ყოველ დღე უწევდნენ. თებერვლიდან მაისამდე 3 დღე რო ყოველ დღე ვადა გადაუწიო ადამიანს ძალიან ბევრი ვადის გადაწევა გამოდის და თან პრეზიდენტს და მინისტრს ეუბნებიან რომ აი არ ჩამოვაქ. 2006 წელს ხდება ეს. ერთი კვირა მივეცით, 2 კვირა მივეცით, აი არანაირად იარაღს არ გვაბარებენ. მოხდა ისე რომ მომზადდა ჯიუტი და უმორჩილებლობა გამოცხადდა. დაუმორჩილებლობა. და კი ბატონო, მე უკვე ეს ყველაფერი ქაღალდზე რო კარგად დაეწერათ და ყველაფერი რო კარგად გაეფორმებინათ რომ აი რატო შევიდით ამ ხელაძალით, იმიტომ რომ ბატალიონმა გამოაცხადა დაუმორჩილებლობა. იარაღი არ ჩაგვაბარეს. კი ბატონო. თავდაცვის სამინისტრომ უკვე ამ ყველაფრით გააკეთა ის რომ დიდი ძალა შემოიყვანა. არ გვაბარებოდა მარტო პოლიცია მან ვერ შევა. რაზმა 700 კაციან რაზმა გამოაცხადა დაუმორჩილებლობა. გამოაცხადებინეს თუ არავის არ გამოუცხადებია არაფერი დაუმორჩილებლობა პირიქით. ყველა იყო იქ ტაბელური იარაღებით. და
და ყველამ ჩააბარა მე ეს იარაღები და ერთი რაღაცა იყო რომ მოდიოდნენ იარაღის ამოსაღებად სახლებში არავინ ოქროს არ ადგენდა აბსოლუტურად რომელი დანაყოფი იყო არ ვიცოდით კუდი იყო სოდი თავდაცვა ნებისმიერ შემოეძლო შემოსულიყო ნებისმიერ ფორმიანს და იარაღის ჩაბარება მოეთხოვა შემოდნენ სპეცრაზმები დადგებოდნენ ეზოში ალყას დაარტყავდნენ და იწყებდნენ იარაღის აღებას მიქონათ იგი იარაღი და არსად არ იწერებოდა რომ ეს იარაღი ჩაბარებულია ჩემს მიერ არსად არ იწერებოდა აბსოლუტურად ჩართეთ მიკროფონი. გარჩევდნენ არანაირი საბუთს არ გაძლევდნენ. მაგრამ როდესაც თქვენზე იყო გაცემული, ეს ხო ხელმოწერით ჰქონდათ აღებული თავის ნომრით. კი ბატონო. ანუ მეორე დღეს რომ მოსულიყო და ეთქვა რომ სად არის შენი ავტომატი? მაგითო იყო ყველაფერი დაკავები. ერთხელ ამაჩემმა რომ იარაღი ჩააბარა, ნუ ჩვენ ჩავაბარეთ იარაღი, სახელიდან წაიღეს იარაღი. თუ არ ვწდები, თავდაცვის სამინისტროს ბიჭები იყვნენ ამოსული. და სპეცრაზმი შემოვიდა სახლში პირდაპირ დაიწყეს გაფრთხილება იმით რომ ვინც გატოკვდება ანუ მანდ იყო მიღებული ფრაზა ეს X კერძე X დაიხატება ეს იყო გადაჭრა სამხედრო ტერმინოლოგია არის ეგ და X მაგას ნიშნავს და შემოვიდნენ წაიღეს იარაღი იქ იყო დადებები ავტომატის და ნუ ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მაგაზე არ ველაპარაკებ წაიღეს იარაღი და 3 დღეში მოვიდა მეორე ჯგუფი და პირდაპირ მოგთხოვა რომ ჩვენი წასაღები იარაღი უნდა დადოთო. ვის გაატანეთ, რა გაატანეთ, ჩვენ არ ვიცით, გვანახეთო ის ჩაბარების ოქმი, გვანახეთო და ეხლა ჩვენი დანაყოფი აქ ამოსული არის იმისთვის, რომ იარაღი წავიღოთო და ჩვენ იარაღი დადებით ეხლა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ იქ უთხრეს, ეხლა ჩვენ ნავად იარაღს ავიღეთ და ამოვიდნენ და ხელსარილი ვერ დაბრუნდებითო. იარაღს საიდან მოვიდნენ, ჩაბარებული არის რო იარაღი, ხო? რომლის დოკუმენტი არ არსებობს. არანაირი დოკუმენტი არ დგინდებოდა. ბატონო თორნიკე, ხო, რა უპასუხეთ აი ბატონ ალუდა საინტერესებს, როცა უკვე ამოღებული იარაღზე გთხოვდნენ რომ მეორედ ჩააბარეო. ბოლოს გავატანეთ გაფორმებული იარაღები, თოფები. თოფები, სანადირო თოფები, რომელიც რეგისტრირებული იყო ჩვენზე. წინ წაიღეს. რომ ოღონდაც კი რამე წაეღოთ რომ კარაბინები, ჩვეულებრივი სანადირო კარაბინები და ორლულიანი თოფები. ესენი წაიღეს თავის და მე დაგანებეს თავი. კი ბატონო. ხო, მაგრამ ეგ ხო თქვენი საკუთრებაა. კი ბატონო, მაგრამ მორჩეკ წაიღეს. თქვენ რო ბძანეთ ახლა რომ თავიდან რომ მოვიდნენო ესენიო. მოითხოვეს ის იარაღები. არა სანადირო. კი. ანუ საზოგადოებამ რო გაიგოს სანადირო თოფს არ აქვს შესაბამისი. ხო. ხრახლილი რულა არ აქვს. ანუ ძალიან მარტივი არის რომ მოვიდეს გაარჩევს ელემენტარული სპეციალისტი ამას. თქვენ რომ მოგთხოვათ ეს გვაინტერესებს ეს უნდა აღვიხსნათ. შეიძლება ისე ლაგარდკაც გაატანენ და წავიდნენ გასაგებია, მაგრამ აი თავიდან რომ მოვიდნენ და რაც მოითხოვეს. არ აინტერესებდათ. თავარი იარაღი იყოს და დიდი რაოდენობა იყოს და ვაზნები იყოს. ძალიან ბევრი ის უნდა იყოს, რომ ჩავალთო. აი ეს მე უნდა წავიღო და მე მოვთხოვ ერთ-ერთ. ხო, მაგრამ სანადირო თოფის ახლა სანადირო თოფის ვაზნა ორი ცალი წაიღეს შესასრული იარაღის ვაზნისგან განსხვავდება. პლუს ამას კარაბინები, რომელიც მე დავწერეთ განცხადებ რომ დაიკარგა. მე რო წერით ხოლმე პოლიციაში რომ დაიკარგა ეს იარაღი და აი ეს გითხარით დეტალურად რა შემოვიდნენ ითხოვენ წელსასროლ იარაღს. კი ბატონო. თქვენ უთხარით რომ არა გვაქვს. ჩავარებული გვაქვს. აი ამ სიღრმეში ჩავიდეთ რა. სეიფებში მე რა ხდება? სეიფებში ქონდა არ მიდიოდნენ დაჭერა ბატონო არ მიდიოდნენ დაჭერა იყო პირდაპირ. კი ბატონო, მაშინ წამოხვალთ, იარაღს არაბარებთ, მან ნათქვამი ქონდათ რომ ჩვენ იარაღს ჩამოვიტანთ. ეთყობა გეგმა ქონდათ თავისი. თან არ სადადგინდებოდა და თან ერთი ისიც გაჟღერდა მან ესეთი ფორმაცია, ამ იარაღს ინაწილებდნენ, ერთმანეთს ჩუქნიდნენ მე ამ იარაღებს. იქ ხეობაში სხვადასხვა ომის მერე ძალიან კარგი იარაღები იყო მან რუსული წარმოების და ერთმანეთს ჩუქნიდნენ ამ იარაღებს. ეს მე ეს და ღონისძიებებს ინაწილებდნენ ამ ჩუქნიდნენ უკაცრავად იარაღებს. აი მაგალითად დღეს ერთი ჯგუფი გაფორმებული იარაღს, ხვის იარაღს ჩუქნიდნენ სხვები. თქმა უნდა. ღონისძიებაზე რო შემოდიოდა ჯგუფი, ღონისძიებაზე სიტყვაზე აი ჩხალთა შემოდა სოდის ჯგუფი ღონისძიებაზე. და მე უკვე კუდი ეუბნებოდა რომ დღეს უკვე შენ იარაღი აიღე და მოდი დღეს ჩვენ დაგვითმეს და ჩვენ ავიღებთ. 10 იარაღს აიღებ და ჩაწერდა 2-ს 8 ნაწილდებოდა ჯგუფში. რა თქმა უნდა. მაგრამ ეს ხო რეგისტრირებული იარაღი არის. ეს იკარგებოდა მე გასაკეთებია. არა, ხო დავაზუსტოთ. აქ იარაღი მე მგონი ორ ნაწილად უნდა გაიყოს. ერთი იარაღი, რომელიც არის საბრძოლო იარაღი და საბრძოლო რეგისტრირებულია და მეორე არის კერძო იარაღი, რომელიც არის ან შაშხანა სანადირო, ან ორლულიანი შაშხანა. და ისიც რეგისტრირებული.
ბევრი იყო არარეგისტრირებული. კი, ბევრი იყო ძალიან. არარეგისტრირებული. და იარაღი დარჩა, რომელიც არის ყველა ერთად ვილაპარაკებთ, გართულდება. ბატონი ირაკლი რასაც ამბობს, ეს მნიშვნელოვანი დეტალია, მე მგონი რომ განვასხვაოთ. და ბატონმა სიმონმა დაამატა უკანა ფლანგიდან, რომ იყო ტრაფეინი რუსული სიტყვა. ნალაფარი იარაღი 90-იანი წლებიდან. მოწინააღმდეგისთვის ჩამორთმეული, რომელიც ხეობაში იყო. ის რეგისტრირებული ვერ იქნებოდა. ასეა თუ ისეა, ბატონო ირაკლი, ამაზე ალბათ თანხმდებით, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო იარაღის კატეგორია, ქართველი კაცი ამ იარაღს იყენებდა იმისთვის, რომ ხეობა მრავალი წლის მანძილზე შეენარჩუნებინა, თავიც დაეცვა და ხეობაც და ცენტრალური ხელისუფლების მიერ ყოფილიყო კოდორის ხეობა, დალის ხეობა უпростоრად თბილისის ხელისუფლებისადმი, ცენტრალური ხელისუფლებისადმი დაქვემდებარებული. ხომ ასეა, ეს იყო ერთადერთი დანიშნულება ამ იარაღის. ამაზე მე მგონი ყველავ თანხმდებით ფაქტებზე დაღნობით. დიახ, ბატონო ირაკლი, ბრძანეთ. ერთი რა შეკითხვა მაქვს, იცით? აი ეს ბატალიონი მონადირე, რომელიც იქ იყო და ნუ ცნობილი იყო ეს იმ დროს თბილისშიც, საქართველოშიც ყველას ყურზე მოკლედ ეს სიტყვა გვესმოდა. როცა შემოვიდა ოფიციალურად ცენტრალური ხელისუფლების დანაყოფები, ამ ბატალიონის წევრები შემდეგ იქნენ, ასე ვთქვათ, რაიმე ფორმით ინტეგრირებულები აქ თუ რა მოხდა? არავის არსად არ აკარებდნენ არც ერთ სამსახურს. პირიქით დევნა იყო გამოცხადებული. ბატალიონის წევრი იყო ქალბატონის იყო მეკავშირედ გაფორმებული, ის პირველი მსხვერპლი იყო. ქალბატონი ნორა ვიციანი, რომეო მარგველანი, ზაზა გერლიანი, ეს რომლებიც ციხეებში მოკვდის მერე. რომეო და ზაზა. ესენი დედიკაცი დაიჭირეს სულ აი ამ ბატალიონი განაიარაღეს და დაიწყო დაჭერები. მან დაჭერები მარტო 2006 წლის აგვისტოში, ივლისში არ მოხდა. მე გძელდება დაჭერა, მაგრამ იმ დღეებში 10-15 კაცი დაიჭირეს, რომლისგანაც ორი კაცი ციხეში მოკლეს, ზაზა გერლიანი და რომეო მარგველანი. რომეო მარგველანი დაიჭირეს აგვისტოში. დაიჭირეს და თებერვალში უკვე გარდაცვლილი ჩამოასვენეს ხეობაში. ებრძოლი იყო? კი. რითაც დაიჭირეს 90 კილო იყო დაახლოებით, ალბათ ჩემზე ბევრად დიდი ტანის იყო ის ბიჭი. ჩემ თვალწინ დააკავეს, ხომ დაკავება მოხდა როგორ? ჯერ დაიჭირეს და მამა და შეუთვალეს, რომ ან ჩაგუბარდები, ან შენდას გავიყვანთ ძალიან დიდ საჭიელზე და ნუ ჩაბარდა და ამოიყვანეს კუდმა დაიჭირა, კონსულტატებამ დაიჭირა და რითაც დაიჭირეს 2006 წლის აგვისტოში, იმით შემოასვენეს 2007 წლის თებერვალში, იმ დასაცმლად. და იქნებოდა დაახლოებით 35-40 კილოგრამი იქნებოდა გარდაცვლილი, მეტი არა. ყველა ძვალი მოტეხილი ქონდა. ხერხემალი ქონდა, მოტეხილი კი არ ქონდა, აი დამსხვრევებად ქონდა ქცეული მალები. ეთყობა ურტყავდნენ ან იარაღის ტარს ან რამე ბლაქსაგანს. ცხვირი მოტეხილი ქონდა. ფრჩხილებს ეთყობა არ აჭრიდნენ საერთოდ და დამტრეული ქონდა ეს ფრჩხილები და თლიანად იყო ჩამჯდარი სისხლი. ანუ ეს სისხლი არ იყო ერთი დღის და ორი დღის, ეს იყო თვეობით ნაწამები. ტანსაცმელი, რომელზეც შემხმარი იყო სისხლი, აგვისტოდან მოყოლებული რომ აწამებ ადამიანს თებერვლამდე. იმდენ საკვებს აძლევდნენ ეთყობა რომ ცოტა მეთხანს ყოფილიყო. რომელ დაწესებულებაში ყავდათ ხომ არ იცით? დააკავეს, კუდმა დააკავა და მე ზუგდიდში იყავდათ. ზუგდიდის ციხეში იყო რომეო მარგველანზე ყვებით. რომეო მარგველანი, კი ბატონო. რომეო მარგველანი. რამდენი წლის იყო რომეო მარგველანი ამ დროს? ალბათ იქნებოდა 33, 29 წლის იყო. ხო, 20, ხო, დაახლოებით ეგრე იქნებოდა, კი ბატონო. ხო და რო შემოიყვანეს, აი მაპატიოს ახლა ოჯახმას და თვითონ გარდაცვალა, დატილიანებული იყო საშინლად, აი ვერ მიეკარებოდი გარდაცვლილს. ანუ ისეთ მდგომარეობაში იყო. მთელი ხეობა მაგას ხედავდა. არც ის არა იქ შეიწუხეს იმაზე თავი რომ მოკლეს კაცი და ელემენტარული გაეპატიოსებინათ და ტანსაცმელი მაინც გამოეცვალათ. აი როგორც წაიყვანეს, ისე მოგვიგდეს უკან. მკვდარი. და ამით გვანახეს რომ შემდეგი რომელი ხართ, აბა ერთი ვინ იქნება, ოქროს ხო გითხრათ ჩვენ რომ აი ამ დანით გამოვჭრი ბავშვსაც და ქალსაც ყელს, ვინც გაგვიწევს ცირე წინააღმდეგობასაც კი. ცირეცას ვინც გაწევს წინააღმდეგობას. ყველას იჭერდნენ, ყველას ურტყავდნენ ხეობაში. ორი ახალგაზრდა
მუშაობდნენ ჩხალთაში ხიდს არ ემონტებდნენ. არ ვიცი რის გამო დააკავეს, რატო წაიყვანეს ხალკვიციანი რომან კვანჭიანი წაიყვანეს მთელი გზა ცემდნენ და აიყვანეს უღელტეხილზე ფეხსაცმლის არც კი მისცეს ფეხსაცმელი გახადეს და ისე გამოშვა უღელტეხილიდან დაახლოებით 20-30 კილომეტრი ფეხიშველი კი ნაცემი დატოვეს იქ არც მანქანა დადის და არც არაფერი შეიძლება ნადირმა შეგჭამოს გაიყვანეს ერთი 30 კილომეტრი ხეობიდან ცემეს მაგრად და მიაგდეს ფეხიშველი გამოუშვეს კი ბატონო ჩვენ სამწუხაროდ სულ 5 წუთში უნდა ბატონი თორნიკეს გამოკითხვა დავასრულოთ ბატონ სიმონს ექნება ალბათ ინფორმაცია კიდე ქალბატონოთია 2007-ში რო დაიბომბა ხეობა ერთი წუთით კი მოვასწრებთ ბატონ სიმონს უნდა მოусმინოთ ექნება მას სხვადასხვა ინფორმაცია მოსაცემი და ქალბატონი ნონა უკვე ჩართულია ჩოხატაურიდან ამიტომ ჩემი თხოვნაა რომ ცოტა ოდნავ ავჩქარდეთ თქვენ გაქვთ კითხვა კითხვა რა უბრალოდ რაღაც ინფორმაცია მაინც ბატონ რომეო მარგველანის გარდაცვალზე ვლაპარაკობდით მოხსენებებში თითქმის ყველა მოხსენებაში შეგვქონდა ხოლმე პატიმრების გარდაცვალების ცნობებს სწავლობდით რომ რა არის ამ 150 კაცი რო კვდებოდა ციხეში 154 რა არის გარდაცვალების მიზეზი ესე იგი 20 თებერვალს 2007 წლის 20 თებერვალს გარდაიცვალა რომეო მარგველანი 6 თავის თქვენ ჩამოთვალეთ რა დაზიანებები ჰქონდა კიდევ ჰქონდა არაერთი დაზიანება თავის ქალაზე და თვითონ სავარაუდოდ გვიან თავიდანვე ძალიან მძიმედ იყო ეთყობა და ამიტომ ამ 6 თვის კურნალობის ჩანაწერები არსებობს. სრული ტყუილი, იმიტომ რომ აქ-წერია რომ თითქოს ჰქონდა თავის ტვინის მოცულობითი პროცესი, ანუ სიმსივნე თავში და ამაზე კურნალობდითო. როცა მოხდა ექსპერტიზა აღმოჩნდა რომ საერთოდ ეს არის აბსოლუტური ტყუილი. ამ ადამიანის გარდაცვალების მიზეზი არის რომ ცოტა დიდია, მაგრამ წავიკითხავ თავის ტვინის ტუბერკულოზური მენინგიტი, ფილტვების მილიარული ტუბერკულოზი, პარენქიმაში მრავლობითი კაზეოზური ნეკროზის კერები, ბრონქიტი, კაზეოზური პნევმონიის კერები, მოკლედ მთელი სხეული აქვს შეჭმული ტუბერკულოზს და არც ერთი სიტყვა 6 თვიანი კურნალობის განმავლობაში რომ ამ ადამიანს აქვს ტუბერკულოზი და არც ერთი რამე დანიშნულება ტუბერკულოზთან დაკავშირებით და გარდაიცვალა თქვენ რო ბრძანეთ რომ იყო 90 კილო და დარჩა რა ვიცი 30 კილო მამის შედეგი იყო და ეხლა წარმოიდგინეთ რომ ეს ადამიანი რომელიც ის სხვა პატიმრებთან ერთად ერთსა და იმავე საკანში რამდენიმე ათეული ადამიანი იყო ხოლმე რა მდგომარეობა იყო ჯანმრთელობის ხრივ იმ ციხეებში ეს უბრალოდ ხო ერთი და იგივე აბსოლუტურად ამიტომ იყო წელიწადში დაახლოებით 2000 ახალი ტუბერკულოზის შემთხვევა იყო ხოლმე გამოვლენილი მაშინდელ საპატიმროებში კი ბატონი თორნიკე 2007 წელზე გვეტყვის და შემდეგ 2007 წელი როგორ დაიბომბა კოდორის ხეობა დიახ თებერვალში კი ღამით დაიწყო დაბომბა როდის 2007 თებერვალში ჯერ იყო ვერფრენებით დაბომბა ორჯერ დაიბომბა ხეობა ერთი იყო ვერფრენებით მეორე გეწოდებული გრადით ვერფრენებით თუ დაიბომბა ხეობა ვინ დაბომბა ხელისუფლება თქვენივე ხელისუფლებამ საქართველოს ხელისუფლებამ დაგბომბათ 2007 ჩამოვარდა ხაშუში ჩამოვარდა ვერფრენი შემდეგ და გითხრას რომ თქვენ დასახმარებლად მოდიოდაო ეს ვერფრენი და ჩამოვაგდეს ეს ვერფრენი ორი მფრინავი დაიღუპა მანდ სკოლას დაარტყეს მაშინას 2006-ის სკოლას დაარტყეს მოსახლეობა რო იდგა მანდ ოპერაცია რო დაიწყო 6-ში მოსახლეობა დადგა სკოლასთან და სკოლა დაცხრილეს დასხრილი სკოლა იყო და სასწრაფოდ გაარემონტეს ის უარ ენახა არავის სკოლის დაცხრილვა მე 7-ში სკოლას დაარტყეს და ამ 7-ის მერე კიდე ერთხელ დაიბომბა ხეობა, ანუ 7-ში, ანუ ვერფრენების მერე კიდე ერთხელ დაიბომბა ხეობა, ოღონდ ეს დაბომბა არ იყო ისეთი ინტენსიური, ეს დაბომბა იყო რამოდენიმე ჭურვი ჩამოვარდა და იძახდნენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები დაგბომბა ისევ აფხაზეთთან დაგბომბა რუსებმა. ესე იგი ტყვარჩელიდანო. მანდ არის ხეობასა და ანუ ჩვენ ხეობასა და ტყვარჩელს შორის ძალიან დიდი მთა არის. თუ იქიდან დაბომბავ ხეობას ჭურვი წამოვა და დაეცემა ეს თავქვე, წვერით დაეცემა. როცა მოვიდნენ გაეროს წარმომადგენლები, კომისია შეიქმნა მანდ რუსებიც იყვნენ აფხაზებიც და ჩვენების ყველა და ანუ ეს ტერიტორიის შესწავლად დაბომბილი ტერიტორიის რო საიდან იყო და რუსები ეხლა ჩვენ დაბომბილი არ არის ეს ხეობა. არ დაგვიბომბია, არც აფხაზებს არ დაუბომბია თუ გამორიცხული არისო. ესენი უმტკიცებენ ჩვენები რომ აი თქვენ დაგბომბეთ.
არ ვიცი საუბედურო თუ საბედნიერო ერთი ჭურვი არაფეთქდა და ჭურვი იყო ქვევიდან ზევით ნასროლი. ხეობაში ვინასროლი ჭურვი იყო. ხეობიდან იბომბებოდა, ერთ-ერთ ხეობიდან, ჩვენი ხეობიდან იბომბებოდა ჩხალთა. იქიდან ნასროლი ჭურვი რუსმა უთხრა, ეს იქნებოდა ესე დაცემულიო. თავქვე. ეს ჭურვი არის ქვევიდან ზევით და არაფეთქდა ეს ჭურვი. და პირდაპირ ხეობა, ბრამბის ხეობა, აი იქიდან ნასროლები არისო. ეს გაერომ დაადასტურა? კი ბატონო, ამ ყველაფერს ამზადებდნენ, რომ აი ყველაფერი იქითკენ მიყავდათ ნელ-ნელა, რომ საბოლოოდ ჩაებარებინათ ხეობა. აი მიყავდათ ყოველდღიურად, მერე ჩვენ გაეროს წარმომადგენლებთან ხო არის გასაუბრება, რომ თქვენ რა ნახეთ, როგორ გაიგეთ, რა დროს დაიწყო. არავის არ გვაყარებდნენ. აბსოლუტურად არავის გვიკრძალავდნენ ყველაფერს. ბატონი ირაკლი. ერთი ესეთი შეკითხვა და სიტუაციური ანალიზი, იმიტომ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ზოგადად კრიმინალის ფაქტები ფიქსირდებოდა ხეობაში. ხო, ეს იყო მოცემულობა, რომელიც არსებობდა. ამის უარყოფა არ შეიძლება. მაგრამ მე ერთი რამის თქმა მინდა. ანუ გარკვეული გამართლება გარდა თქვა სამხედრო თვალსაზრისით, რომ ხეობას მეტი გამაგრება ჭირდება, რომელიც სამხედროების გადასაწყვეტი არის ალბათ. იყო მეორე მომენტიც, რომ ამ კრიმინალის აღკვეთა უნდა მოხდეს. ამას ჭირდება დიდი საპოლიციო ოპერაცია. თქვენი როგორც ერთი ადამიანის და თქვენიც ბატონო აზრი მაინტერესებს. ამ ასე ვთქვათ ზღვარგადასული და ყოველთ უკანონო სისასტიკის გარეშე რომ მომხდარიყო სახელმწიფოს მიერ კანონიერი ქმედებების განხორციელება მიაღწევდა სახელმწიფო თქვათ მათ შორის კრიმინალთან დაკავშირებულ საკითხებში წესრიგის დამყარებას. აი ეს მაინტერესებს თქვენთან. ნუ სამხედრო კომპონენტი, ეს სუფთა სამხედრო კომპონენტია, არც ადგილობრივის გასარჩევიც არ არის. დიახ. კი ბატონო, კრიმინალი უნდა აღიკვეთოს, იმიტომ რომ მან ხდება დანაშაულები, ერთ-ერთი არის სიტყვაზე ძარცვა, ყაჩაღობა, მკვლელობა. ყველაფერი გააკეთეს, რომ შემოვიდნენ. როგორ აკვეთეს კრიმინალი, როცა ჩემი სახლი გაძარცვეს თავიდან ბოლომდე. მარტო ჩემი სახლი არა. შემოვიდნენ წმენდაზე სახლის, წმენდა ქვია, იარაღის გატანას და იარაღი დარჩათ ჩხალთაში. იმდენი რამე მოიპარეს ჯარისკაცებმა და სამხედროებმა, რომ იარაღი დარჩათ, 5 ჭურვი დარჩათ RPG-7-ის. 5 ჭურვი, იმიტომ რომ ტელეფონები მოიპარეს, ასაცმელი მოიპარეს, ტექნიკა მოიპარეს სახლიდან, წაიღეს, ტელევიზორი, მაცივარი, ყველაფერი წაიღეს. იარაღი დარჩათ გარეთ კიბეებზე. იმდენი რამე წაიღეს. მე მაინც დავაზუსტებ რა. ეგ გასაგებია რომ უკანონობა ჩაიგდო. ჩვეულებრივად შეიძლებოდა. ანუ ჩვეულებრივად შეიძლებოდა რომ სახელმწიფოს კანონიერი ძალისხმევით და აი ესეთი სისასტიკის და გადამატების გარეშე აღედგინა კრიმინალური ვითარების კონტროლი. როგორც შეეძლოთ აფრაზიზე ომეხის საყვანა ჩვეულებრივად დაბომბის გარეშე, ისე შეიძლებოდა კოდორის ხეობაში პოლიციის შემოსვლა დაბომბის და ამდენი მსხვერპლის გარეშე. ჩვეულებრივად შეიძლებოდა ეს. მადლობა. უნდა გავათავისუფლოთ თუ შეიძლება. ბატონო ალუდა ბრძანეთ და შემდეგ სხვა კითხვები. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეხა სკოლასთან დაბომბვა და რაღაცები ეხა საზოგადოება უყურებს და ამას ვერ გავატარებთ ერთ შემთხვევაში. თქვენ სგარდა ვინ დაადასტურებს იმას? სგარდა, ხეობაში ყოფი ხალხისა ეს გასაგებია. თქვენ ბრძანეთ ისეთ დეტალები მაგალითად რომ ხარეების წარმომადგენლები საუბრობდნენ ტრაექტორიაზე და ასე შემდეგ. თქვენ იქესრებოდით? კი ბატონო, ამ საუბარს. გაეროს წარმომადგენლები მოვიდნენ. უშუალოდ თქვენ პირადად. მოვიდნენ, ჩვენ გვითხრეს მოსახლეობას და მე რუსებმა გვითხრეს ჩვენ რომ ჩვენ ნასროლი არ არის ეს ყველაფერი. არა, ეს როცა ეს ჯერობა მიდიოდა. ჩვენ ვიყავით, მაგრამ პოლიცია არ გვიშვებდა ჩვენმად, მაგრამ მე უკვე გაეროს წარმომადგენლები მოვიდნენ, მაგრამ ჩვენ არ გვალაპარაკებდნენ პოლიციამ, ესენი წავიდოდნენ, მე ჩვენ შევედი. მაგრამ ისინი ინფორმაციას გაწვდნენ. რუსებმა ჩვენ გვითხრეს რომ ეს ჩვენი ნასროლი არ არის. არანაირად და მან კონფლიქტის მოვიდათ მაგაც. ეხლა ისე ვერ დამალეს ეს ინფორმაცია, თან ეხლა იქ ჩვენი ახლობლები ძალიან ბევრი იყო და ეს ჭურვი აი ვინ ესრებოდა უშუალოდ ამას? ჩვენი მხრიდან ვინ ესრებოდა? საქართველოს მხრიდან ამ შეხვედრას. ადგილობრივი ხელმძღვანელები ესრებოდნენ მან, ეხლა მან ყველა ერთი იყო, თავდაცვის პოლიციის ყველა ერთი იყო და ჩვენ იქ არ გვიშენ უბრალოდ ეს ჩემი ნათესავის. არა, რატო გეკითხებით? შეხედეთ, რატო გეკითხებით? იცით რომ ამას გარდა ის ვინც ესრებოდა, ის გამოსაკითხი გახდება ყველა ვარიანტში. და აი ექნება რომ გითხრათ რომ იდენტიფიცირება მოვახდინოთ ეს ზოგადად ხო ვერ დავკითხავთ ყველას.
ეს გვარი სახელი არ მახსოვს იქ ვინ ესწრებოდა, მაგრამ ჭურვი ახლა მეც ცოტა კიდე ერთი კითხვა მაქვს. ვერტფრენი, რომელიც ვერტფრენიდან იბომბებოდა, ხო ესე? კი, ვერტფრენი. თუ ბომბდამშენი იყო? ვერტფრენი იყო მე 24. კი ბატონო. ის ჩამოვარდა მე 24. იმას ამოსაცნობი ნიშანი ექნებოდა და როგორ გახსოვთ საქართველოს დროშა ქონდა რაიმე ამოსაცნობი ნიშანი ქონდა 6-ში რო შემოვიდნენ რო ბომბავდნენ როცა დაიბომბა 6-ი იყო 7-ი 8 როცა იყო კი ქონდა ქართული დროშა ქონდა აბა რა იყო გასაბომბავდნენ ბატონო 6-ში რო შემოვიდნენ რო დაბომბავდა ამას ხეობას ვერტფრენი მე დესანტს გადმოსხავდა ხოლმე იქვე და მე მიდიოდა ეს იდენტიფიცირებულია ხა დესანტი რო გადმოიწმება საქართველოს დესანტი არის აი 7-ში რო საუბრობთ ნახე სკოლასთან რო დაიბომბა და საკითხი დადგა ლოგიკური კითხვა ისმება საკითხი დადგა იმაზე რომ ვინ დაბომბა შემოფრინდა საკენით დაარტყა ჩხალთას გამოვიდა საკენით ხო მაგრამ ამოსაცნობი ნიშანი ეხლა გამოვიგინეთ მე 24 საკმაოდ დიდი ვერტფრენია არა ღამე იყო მაგრამ კოდორის დაბომბა თუ ხდება აფხაზეთიდან ქვაფჩარეთ უნდა ამოვიდეს ვერტფრენი და მოფრინდეს მარუხიდან აქ ჩვენი ტერიტორია უნდა გადმოიფრენა მაშინ ეს ფლადვარესი არის არა ეს გავიგეთ ჩვენ ლოგიკას კი მივყვებით კაც მაგრამ ნახე ვერტფრენი ბომბავს ამხელა აგრეგატი მოსშაობს აირში საკმაოდ დაბალ მანძილზე უნდა ყოფილიყო იმიტომ რომ მაღლა ვერ იქნებოდა ვერც ეს შემთხვევაში იმიტომ რომ არ აქვს ეს მანევრის შესაძლებლობა მით უმეტეს ზევით და მით უმეტეს სვანეთში ამიტომ ადვილად ასაქმელი არის ამოსაცნობი ნიშანი ხო და აი საქართველოს დროშა უნდა ქონდეს, ნომერი უნდა ქონდეს. ბატონო? აქ დროშები. ანუ 2007-ში რო დავადგინოთ 2007-ში ბატონო 2007-ში რო იყო დაბომბვა და მიდის დისკუსია ვინ დაბომბა, ანუ საკუთარი მოსახლეობის დამობა, მძიმეს დანაშაულია ეს. კი ბატონო. ის ალკე საკითხია, სად ევაკუაცია ასე შემდეგ ეს, მაგრამ საკუთარი მოსახლეობა, თქვენ ახსენეთ სკოლა მოსკოლასთან შეეფარაო მოქალაქეები, ჩვენი მოსახლეობა და საკუთარი თავმჯდომარის კითხვაზე წამოვიდა ხელისუფლება და დაბომბა მიზანმიმართულებას. ეს არის წარმოუდგენელი დანაშაული და ამიტომ გვაინტერესებს დეტალები, ხო გესმით? ამოსაცნობ ნიშნებს ვერ დაინახავ. ღამე და 2007-ის დაბომბვა ღამე ვერ დაინახავ. ახლობით 12 საათი. ეს მნიშვნელოვანი დეტალია. ანუ ჩვენ რო სწორედ დავსვათ წერტილი აქ 2007-ის დამბობვა მოხდა ღამე. ღამით, კი ბატონო. გავიგეთ, ანუ დაახლოებით 12 საათზე. ორი ვერტფრენი ბომბავდა. და 6-ში ჩოლებრივად ხედავთ როგორ ჩამოდიოდნენ, დაგბომბავდნენ, მერე გადმოსხავდნენ დესანტს აჯარაში, ანუ სოფელ ჩხალთაში. მერე მიდიოდნენ. ეს უკვე იქაც სკოლას დაარტყეს პირველი მოსახლეობა იდგა მან გამოსული სკოლასთან და ხელება აწევლო პირდაპირ სკოლიდან. მან ერთი 10 ბავშვიც იყო მაცო. მერე სკოლას მოეფარნენ. ძალიან ბევრმა ისეთი ტრავმა მიიღო მერე ფსიქოლოგიურად დღემდე უჭირთ საზოგადოებაში ყოფნა დაბომბები და ძრავის ხმაზე ძალიან დიდ შოკში ვარდებიან და დაუმახინჯეს ხალხს მთელი ცხოვრება ბავშვებს ბავშვობა წაართვეს და ხუცებს კიდე სიბერე დაუმახინჯეს ასე რომ იქ რაც ხდებოდა კოდორის ხეობაში ერთი დიდი ციხე იყო ყველა შეეძლო დაეჭირე ყველა შეეძლო გაესამართლებინე მოვიდოდა ეს მანქანა არ ვერ გაარკვევდი ვინ იყო პოლიცია იყო თავდაცვა იყო გაგიყვანენ ტყეში გაწამებდნენ და წამოვიდნენ აი ეს იყო ჩვეულებრივი ყოველდღიურობა იყო აი კოდორში ხდებოდა ჩვეულებრივად ეს ყველაფერი კი ბატონო და ერთი რაღაცა ჩვენ მუშაობდით ტყეში ყავდა ბრიგადები ნუ იქ კოდორის ხეობაში ხდებოდა გათბობა შეშაზე იყო ეს ყველაფერი საქვაბე იყო ეს დიდი და ძალიან დიდი ხეტყე იხარჯებოდა ამ გათბობაზე და ყავდა ბრიგადები ყოველ ორ კვირაში ხელფასს ვიღებდით ჩვენ ანუ ვინც ტყეში მუშაობდით ივლისი აგვისტო ხელფასი არ მოგცეს ჩვენ 8-ში იმიტომ რომ ხეობა ჩასაბარებელი იყო ფული შემოქონათ ხელფასს არ გვაძლევდნენ ის ჩვენი ხელფასი დარჩემათ ყოველ ორ კვირაში გვაძლევდნენ ხელფასს ჩვენ ვიხდიდნენ ვინ გიხდიდათ ხელფასს აი ადგილობრივი ხელმის იყო მუნიციპალიტეტი კი ბატონო და მაშინ ხელფასები არ დაარიგეს არასუ ჩვენი არავის ხელფასი არ დაურიგეს ივლისი აგვისტო ნუ აგვისტოში ჯერ არ იყო ივლისში ხელფასები არ დაარიგდა ხეობაში გასაგები ბატონო თორნიკე მადლობას მოგახსენებთ მოგზანებისთვის და ჩვენ დავრჩეთ თანამშრომლობის რეჟიმში მანამ სანამ კომისიას უფლებამოსილების ვადა არ მოიწურება ვინაიდან
2008 წლის აგვისტოს ომის და მანამდე რა კონტექსტიც შეიქმნა ცხინვალის რეგიონში თუ დალის ხეობაში ამასთან დაკავშირებით დასკვნის შედგენისას ჩვენ კვლავ დაგვჭირდება თქვენგან სხვადასხვა რჩევა თუ ფაქტობრივი ინფორმაცია. ბატონო სიმონ, რაიმეს ხომ არ დაამატებდით ბატონი თორნიკეს ჩვენებას? დასამატებელი ხალბატონზე არაფერი არა. ეს მიზან მიმართულად მიაჩნია ყველა მცხოვრებსაც კოდორის ხეობიდან ვინცაა რომ მიზან მიმართულად იყო შემოყვანილი ეს ჯარი ხეობაში და რომ დაგვეტოვებინა და გამოსულიყო ვიცით. თქვენ ბრძანებით ბატონ თენგიზი გკითხავთ ცოტა ხანში. თქვენ ბრძანებდით წეღან რომ 2007 წელს დაბომბვასთან დაკავშირებით თქვით რომ ღამე დაიბომბაო და მოსაცნობი ნიშანი რაც ბატონმა ალუდა მიკითხა ვერ დავინახავდითო და იმ დაბომბვაზე რა შეგიძლიათ თქვა 2007 წლის დაბომბვაზე? ის შემოვიდა, იმ დაბომბვაზე რას მოგახსენებთ ახლა ვერტფრენი ღამე რო შემოდის მე ვერტფრენის ბევრი მიმგზავრია ღამითაც უზდარვარ ვერტფრენზე და დღისითაც მაგრამ ღამით ამოსაცნობ ნიშანს გამორიცხულია რომ დაინახო ახლა თქვენც ემხრობით იმ აზრს და რამდენად ერთი წუთი ვიცი მაზრს რა თქმა უნდა იყო ის შემოსული საქართველოსდან იყო რა თქმა უნდა ეს შემოვიდა საკელის მხრიდან და ჩვენი სოფელი არის ომარიშალი და აი ამ ომარიშალიდან ხმა ისმოდა ღამე გამოვედით ეზოში და მაგრამ დანახვით ვერაფერი ვერ დავინახეთ ჩავიდა ჩხალთის მხარეზე ნურსები უყენია ისინი გაისროლა იქით და მე იმ მიმართულებით დაბრუნდა უკან. ანუ კითხვას ვცვავ კიდევ ერთხელ თქვენ თვლით ისევე როგორც ბატონი თორნიკე რომ სააკაშვილმა დაბომბვა საკუთარი მოსახლეობა ამას ამბობთ? ამას წინ არაფერი არ ვთქვი. რამდენად გაზიარებულია ხეობაში ეს აზრი? სრულად. ესენი აკეთებდნენ იმის იმიტირებას, რომ ესენი ვთქვათ რუსები არიანო და სხვა მე არ ამგონია. ხეობაში რამდენად ეს ხომ არ არის ორი კაცის აზრი თუ ვისი აზრია ეს ბატონო თორნიკე? მთელი ხეობის აზრი ეს არის. რომ სააკაშვილმა საკუთარი მოსახლეობა დაბომბა არაერთხელ და ბოლოს რა თქმა უნდა ამაზრისა და ბოლოს ჩააბარა ხეობა ამას ბოლოს ჩააბარა და ბატონო თენგიზ ბატონ სიმონთან გაქვთ შეკითხვა. ეს ბატალიონი გასაგებია განაიარეს, მაგრამ მესაზღვრეები რა თქმა უნდა ფუნქციონირებდით თქვენი. მესაზღვრეები ამ მესაზღვრეების ძირითადი კონტინგენტის ადგილობრივი მოსახლეობა იქნებოდა. ადგილობრივი მოსახლეობა. აი, როდესაც გასვლა დააპირეს, ეს ოფიციალური სტრუქტურაა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაა, მესაზღვრეების ოფიციალური სტრუქტურაა, მათ განიარება არავის არ დაუპირებია, ფუნქციონირებს. თქვენ მაინც თუ გაგაფრთხილეს, რომ გადიოდნენ. არავის არ გაუფრთხილები ვართ, აი წეგან რო გითხარით, ბოლოს მოსახლეობა რო არ გააფრთხილეს, გასაგებია, მაგრამ ოფიციალური სტრუქტურა მესაზღვრეებიც არ გააფრთხილეს. იქით ვეძებდით ჩვენ სოსო ქარჩეიძეს სამმართველოს უფროსთან ერთად ვეძებდით, მაგრამ ვერ ვნახეთ. ვნახეთ სოფელ გენწვისში და იმ მომენტში იყო რომ თვითმფრინავები შემოფრინდნენ და გაიქცნენ ტყის მხარეზე და ახლა უკან ხო ვერ გამოვეკიდებოდით. იქით ეძებდით ოფიციალურ სტრუქტურებს? იქით ვეძებდით, რა თქმა უნდა. და ჩვენი შეარაღება რაც გაგვაჩნდა და ის უკვე 12 წლის იყო ბოლოს მართლა იყო რომ ესაზღვრები გამოვედით დავტირთეს ბანკებზე და ჩვენი რაც იყო ტექნიკა და ის გამოვიყვანეს ჭუბერში და მე მესტიაში ჩავაბარეთ დამართვეს. ესე იგი ერთადერთი რაც იარაღი იქიდან გამოვიდა ოფიციალური იყო თქვენ ადგილობრივი მოსახლეობა რომელიც სახურობდით სასაზღვრო შენაერთებში თქვენ წამოიღეთ და მოიტანეთ ისევ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას. ჩვენ გამოვიტანეთ იმათმა დანარჩენმა დატოვეს ადგილს. რა თქმა უნდა ახლა დასაწყობებული იარაღი ვინ გამოვიყვანდა იქიდან თვითონ არა ეს ის დეტალია მე კი ხვდები და ვიცი მაგრამ მინდა რომ საზოგადოებამაც იცოდეს. სიები დატოვეს ჯარისკაცების. ერთადერთი იარაღი ოფიციალური ვინც თქვენ გამოიტანეთ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას მოიტანეთ სასაზღვრო პოლიცია. მესაზღვრეები, რომელიც ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობით იყო დაკომპლექტებული. მადლობთ. უწუროთ. ბატონო სიმონ, უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. ბატონო თორნიკე, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დასკვნის მიზნებისთვის
კონკრეტული ეს ფაქტები და ინფორმაცია, რაც თქვენ მოგვაწოდეთ, როგორც უკვე აღნიშნე, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან ურთიერთობას იმისთვის, რომ დასკვნაში ყველა ის ინფორმაცია, რაც შეიძლება ახლა ვერ გაიხსენეთ და გახსოვთ, მაგრამ სხდომის განმავლობაში გამოგრჩათ გეხსენებინათ, რომ მასზე ამ ფაქტებზე დაფუძნებით ჩვენ სწორი შეფასებები გავაკეთოთ. ამიტომ ამ თანამშრომლობისთვის წინასწარ გიხდით მადლობას და დიდი მადლობა იმ ბრძოლისთვის, რომელიც, როგორც თქვენც ხაზი გაუსვით, დიდი ან პატარიანად მთელმა კოდორის ხეობელებმა ჩაატარეთ, ქალებმა, კაცებმა განურჩევლად სქესისა და ასაკისა და შესაძლებლობისა, ვისაც რა შეგეძლოთ იმისთვის, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ყოფილიყო აფხაზეთის ის ძალიან დიდი ნაწილი, რომელსაც დალის ხეობა ჰქვია. სამწუხაროდ სააკაშვილმა ეს ტერიტორია და კიდევ ასეულობით სოფელი ცხინვალის რეგიონში რუსებს ჩააბარა და დაუკარგა დროებით იმედს ვიტოვებთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ასევე თქვენი მონაყოლის მიხედვით კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ ეპყრობოდა ის ხელისუფლება სააკაშვილის ხელმძღვანელობით თავის გმირებს, გმირების მშობლებს, უკლავდა გმირებს დედებს, უცხრილავდა და შემდეგ კიდევ დღეს აქვთ რაღაცა ტიპის მოსაზრებები სხვებთან მიმართებაში და გვაკრიტიკებენ თუ რატომ სვამთ ამდენ კითხვას. ჩვენ კითხვების დასმას გავაგრძელებთ, რომ მათი სახე რეალურად დასკვნაში ვაჩვენოთ. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა თქვენ. ბოდიში რომ ვერ გაგაცილებთ, ჩვენ ვაგრძელებთ სხდომას და დროებით გემშვიდობებით. უღრმესი მადლობა. ვაკეთებთ ამ დიდ საქმეს და ხართ ეროვნული კომისია ნამდვილად და დიდი იმედით გიყურებთ მთელი მოსახლეობა. მადლობა თქვენთვის. წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის. ბოდიში რომ ვერ გაცილებთ